დღეს ჩვენ რამდენიმე პირი გვეყოლება ახსნა განმარტებაზე მოწვეული. პირველი გახლავთ ბატონი ლაშა ქოიავა, რომელიც მსახურობდა სამხედრო ძალებში და ვთხოვ, რომ თუ მობრძანებულია შეგვატყობინოთ და შემობრძანდეს ოთახში, დარბაზში. მოგესალმებით ბატონო ლაშა, გთხოვს დაიკავოთ თქვენთვის განკუთვნილი ადგილი. სანამ საუბარს შევუდგებით, მადლობას გიხდით პირველ რიგში მობრძანებისთვის და ასეთია პროცედურა, რომ მე თქვენ უნდა გაგაფრთხილოთ კომისიის სახელით, რომ თუ თქვენ კითხვებზე პასუხის გაცემას თავს აარიდებთ, ან განზრახთ, რომ ახსნა განმარტებას მოგვაწოდებთ, ამისათვის ჩვენი ქვეყნის კანონმდებლობა ითვალისწინებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას. შესაბამისად, იმის დასტურად, რომ მე თქვენ ეს აგიხსენით კომისიის სახელით და რომ თქვენ ეს მოისმინეთ და გაათვითცნობიერეთ, გთხოვთ თქვენს წინ მდებარე დოკუმენტზე დასვათ თქვენი ხელმოწერა. მადლობა. ბატონო ლაშა, ასე მოიქცეთ, თუ თქვენ თანხმობაც იქნება. ვინაიდან თქვენ საზოგადოებისთვის ასე რომ უწოდებენ დღეს ცნობადი სახე, ასე არ ბრძანდებით, მე თუ არ მეშლება არც პოლიტიკაში ჩართული არ ყოფილხართ. დღემდე ასეთი შემოთავაზება მექნებოდა, რომ თქვენი სამხედრო გამოცდილების შესახებ და კარიერის შესახებ ქრონოლოგიურად დროში გითხრათ, როდის რა პოზიციაზე მუშაობდით და რა თქმა უნდა იქვე აგვიხსნათ რა პროფესიის ბრძანდებით და რა განათლება გაქვთ მიღებული. ოღონდ უნდა ჩართოთ მიკროფონი თუ შეიძლება, იმიტომ რომ არ ისმის. დავიბადე 1965 წელს გაგრაში, დაამთავრე პირველი საშუალო სკოლა, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სპეციალობით ზოგადი ქირურგია. ჩართული ვიყავი ეროვნულ მოძრაობაში 1987 წლიდან მერაბ კოსტავას სახლში იქ ვეზიარე ამ საქმეს. როდესაც დაიწყო ეროვნული მოძრაობა გადაიზარდა საბრძოლო მოქმედებებში, შეერაღებულ კონფლიქტებში ვიყავი იქ ჩართული როგორც ექიმი, დავყვებოდი ჩვენს შეერაღებულ ჯგუფებს. 92 წლიდან ჩავირიცხე ეროვნულ გვარდიაში, ვიყავი ბატალიონის ექიმი. 92-ში ცხინვალის საბრძოლო მოქმედებების დროს, აფხაზეთის საბრძოლო მოქმედებებისას ვიყავი ბრიგადის სამედიცინო სამსახურის უფროსი. ჩამოვაყალიბე ბრიგადის სამედიცინო სამსახური, საბრძოლო მოქმედებების საველე სამედიცინო სამსახური, ფრონტის სამედიცინო უზრუნველყოფა. დავამთავრე კლინიკური ორდინატურა და ასპირანტურა, დავბრუნდი ჯარში, შევქმნი საველე ჰოსპიტალი, დაწერილი მაქვს საქართველოს შეერაღებული ძალების სამედიცინო უზრუნველყოფის დოქტრინა. მონაწილეობდი 92 წლის ცხინვალის ომში, 92-13 წლის აფხაზეთის ომში, ვიყავი პარტიზანული მოძრაობის მონაწილე, 2004 წლის კონფლიქტი ცხინვალთან, 2008 წლის ომის საბრძოლო მოქმედებების მონაწილე. სამედიცინო უზრუნველყოფა იყო ჩემზე. გასაგებია. სხვაგან არსად არ გიმუშავიათ. თქვენი მთელი კარიერა და ცხოვრება მიუძღვენით დღემდე სამხედრო საქმეს. ამჟამად სამშობლო სამსახურს. კი ბატონო, არისთვისაც მადლობას გიხდით. ამჟამად რა საქმიანობთ? ამჟამად ვარ სოფლის ექიმი. რომელ სოფელში ხართ? პანტიანში. სოფლის ექიმი ბრძანდებით პანტიანში. კი ბატონო. ბატონო ლაშა, თქვენ რაც ახლა ბრძანეთ, მოწმობს იმას, რომ დაწყებული 90-იანი წლებიდან თითქმის დღემდე, ადრეულ პერიოდამდე, თქვენ თვალწინ ჩაიარა მთელმა სამხედრო განვითარებებმა ჩვენ ქვეყანაში.
იყავით სხვადასხვა პროცესის მონაწილე საბრძოლო მოქმედებების ჩათვლით. ჩვენი კომისია 2003-2012 წლის პერიოდს იკვლევს. აი ამ ქრონოლოგიურ ჩარჩოში 2003 წლის ნოემბრის ბოლოდან 2012 წლის 1 ოქტომბრამდე თქვენი კარიერის და კარიერული მოძრაობის მიხედვით რომ გაგვიზიაროთ ინფორმაცია როგორი იყო შიგნით ასე ვთქვათ შეიარაღებულ ძალებში თუ გნებავთ და თუ გაქვთ ინფორმაცია თავდაცვის სამინისტროშიც სხვადასხვა პროცესები დინამიკა სამედიცინო სამხედრო საქმე როგორ ვითარდებოდა როგორ იმართებოდა ეს სისტემა თქვენს თავზე რას განიცდიდით და რას ხედავდით 2003 წლის ბოლოდან 2012 წლის 1 ოქტომბრამდე თუ შეიძლება თავისუფალი თხრობის რეჟიმში დაახლოებით 15 წუთი თუ დაგჭირდათ დროსაც დაგიმატებთ და შემდეგ კითხვებს დაგისვამთ გთხოვთ 2003 წელს ოქტომბრის შემდგომ დიდი ცვლილებები ჯარში არ ყოფილა ჯარში ცვლილებები დაიწყო ძირეული ცვლილებები ბარამიძის დანიშვნიდან თარიღს ზუსტად ვერ გეტყვით როდესაც ლაკა მან მოიყვანა თავის მდივნად ლაკა ხოშტარია და მაშინ გავრცელდა ინფორმაცია რომ ჯარიდან უნდა იყოს გაშვებული ყველა ვინც ომობდა საქართველოსთვის ცხინვალის თუ აფხაზეთის ომებში ანუ ვეტერანები აქ ყველაზე აქტიური იყო ხოშტარია იყო ესეთი მომენტი მაშინ მე მქონდა პოზიცია ადამიანური რესურსების მართვაში ჯარების მინისტრის მრჩეველი სამედიცინო სოციალურ და ვეტერანების საკითხებში აქედან გამომდინარე მეც მოხდი შეხვედრაზე სადაც ბრიტანელებმა გამოაგზავნეს კომისია შექმნეს თავდესანიშნო სამუშაოდ სადაც ისინი განმარტავდნენ რომ ვეტერანების ჯარიდან გაშვება ასე უკონტროლოდ არ შეიძლება საჭირო არის მათი გადამზადება მათთვის რაღაც პროფესიების შეძენა და უზრუნველყოფა იმით რომ ისინი სამოქალაქო სექტორში დასაქმნენ ან შექმნან თავიანთი საკუთარი ბიზნესი მე იყო ახსნა ხიფათი იმისა რომ ეს ხალხი არის ომში ნამყოფი იარაღს შეჩვეული ბრძანების შესრულებას შეჩვეული და შეიძლება წინააღმდეგ შემთხვევაში შექმნან რაც კრიმინალური დაჯგუფებები უნდა მოგახსენოთ რომ ბარამიძის დროს ტოტალური გაშვება ვეტერანების არ მოხდა ტოტალური გაშვება მოხდა უკვე ოქრაშვილის დანიშვნისას მან ერთი ბრძანებით გაუშვა 2000-ზე მეტი ოფიცერი რომლებსაც ჰქონდათ განათლება მიღებული არა მარტო საბჭოეთის დროს რუსის ჯარში არამედ ისეთებიც იყვნენ რომლებსაც განათლება ჰქონდათ მიღებული შტატებში გერმანიაში თურქეთში ბრიტანეთში და ნუ რამდენიმე ქვეყანაში ერთად იმიტომ რომ იქ იყო არა მარტო საუნივერსიტეტო განათლება იქ იყო კურსებიც რომელიც ძალიან დიდ ცოდნას გამოსtildeებას აძლევდა ადამიანს აქ იყო პრობლემური კიდე ის რომ ის ადგილები რომლებიც გამონთავისუფლდა და უფროსი ოფიცრებისგან დააკავებინეს უმცროს ოფიცერთა შემადგენლობას ანუ ხალხს რომელმაც უნდა ისწავლოს მიანიჭეს უფროსი ოფიცრების წოდებები და დანიშნეს პოზიციებზე რომლებმაც საიდანაც მათ უნდა ასწავლონ უმცროს ოფიცრებს ეს ოქროაშვილის დროს მოხდა წოდების რიგარეშე მინიჭება შეიძლება ცხოვრებაში ერთხელ ალბათ ნუ ყველაზე დიდი საბრძოლო მოქმედების დროს შეიძლება ორჯერ მოხდეს ამაც რასაკროლია გამოიწვია გარკვეული დეფორმაცია და დემორალიზაცია ჯარში დეფორმაცია ფსიქიკაში ჯარისკაცების ოფიცრების იმიტომ რომ ადამიანი რომელიც ამდახაც მსახურობდა უცებ იყო გაშვებული რასაკროლია ყველას გაუწდა ცნობიერად გაუცნობიერებლად ის რომ ისიც შეიძლება სამშობლოს სამსახურში დააფასონ იმით რომ გააგდონ ჯარიდან ისე აი როგორც რაც გადამუშავებული მასალა ამის შემდგომ მეც დასული ვიყავი ცოტა ხნის შემდგომ ჯარში
ჯარიდან და მსახურობდი სახელმწიფო სპეციალურ კავშირებისა და ინფორმაციის სააგენტოში. ანალიტიკური სამმართველოში უფროსად. 2007 წელს უკვე კეზერაშვილი დაინიშნა მინისტრად და მოხდა მე ჩემს სუბიექტურ შეხედულებას ვიტყვი. მოხდა იმიტაცია იმის, რაც გაუქმდა ოქროაშვილის დროს, იმის აღდგენა. მაგრამ ოქროაშვილის დროს იყო გაუქმებული ძალიან ბევრი საკვანძო მომენტი, იყო გაუქმებული სახმელეთო ჯარების შტაბი, იყო გაუქმებული სამხედრო დაზვერვა, იყო გაუქმებული ამერიკელების მომზადებული 10 ბატალიონი კომანდოსები, იყო გაუქმებული ფრანგების და მომზადებული და აღჭურვილი სამთო მსროლელი ბატალიონი, იყო გაუქმებული სამხედრო ჰოსპიტალი, გადაიტანეს გორში, მაგრამ რეალურად მოხდა მისი გაუქმება, რომ ხალხი რომელიც ჰოსპიტალში მსახურობდა და იყო ჯარიდან ისინი იყო გაშვებული და ძირითადი ხალხი ვინც შემდგომ გორის ჰოსპიტალში მსახურობდა იყო სამოქალაქო პირები, რომელთაც ჯართან საერთო არაფერი არ ჰქონიათ არადროს. იყო გაუქმებული ტექნიკური დაზვერვის ბატალიონი, იყო გაუქმებული სამხედრო აკადემია, შემდგომ აღდგენილი გადატანილი გორში 8 თვიანი კურსით, რაც პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის ოფიცრის ჩამოყალიბებას. მაპატეთ ბევრი წელი გავიდა. იქ სანახავია ალბათ სამინისტროში ბრძანებები, რომლებიც მაშინ გაიცა და ძირეულად არის ეს შესასწავლი. 2007 წელს როცა რატო ვამბობ ეს იმიტაციად ვთვლი მე, რომ სამხედრო დაზვერვის შექმნისას იქ ბევრი ადამიანი იყო მოყვანილი ისეთი, რომელსაც გაუჭირდა შეგუება სამხედრო დაზვერვის სპეციფიკასთან. მე ვიყავი გადმოყვანილი, შეთანხმება მოხდა ამ სპეციალური კავშირებისა და ინფორმაციის სააგენტოს უფროსთან, სადაც სამხედრო დაზვერვის უფროს შორის მე გადავედი სამხედრო დაზვერვაში, აგრეთვე ანალიტიკურ სამსახურში. 2007 წლის ოქტომბრის ბოლოს, ნოემბრის დასაწყისში, ზუსტად არას ვერ გეტყვით, ვიყავი დაბარებული გენერალური შტაბის უფროსის მოადგილის მიერ, სადაც მე ამიხსნეს, რომ სამხედრო დაზვერვაში ამ საქმეს, რასაც მე ვაკეთებ, გააკეთებს ყველა, ხოლო საველე ჰოსპიტალს ჩემს გარდა ვერავინ ვერ გააკეთებს. ამიტომ მე ვიყავი გადმოყვანილი სახმელეთო ჯარებში, სადაც შექმნეს ცალკე სამედიცინო სამსახური და მე დამევალა საველე ჰოსპიტალის შექმნა. საველე ჰოსპიტალი მე მქონდა გაკეთებული, გამოცდილება მქონდა არაერთი. დისლოკაციის ადგილად განგვესწავლა საგურამო. იქ დაიწყო წრთნა სწავლა, იმიტომ რომ საველე ჰოსპიტალს ბევრი სპეციფიკა აქვს და რამდენიც არ უნდა იყოს კარგი ექიმი, ქირურგი და ანესთეზიოლოგი თუ რეანიმატოლოგი. სტაციონარში, შენობაში მას ძალიან გაუჭირდება მუშაობა საველე პირობებში, საველე ჰოსპიტალში. ეს არაერთხელ მქონდა ნანახი და იმ პერიოდში ამაში დავრძონდი. იმის გამო, რომ მედიცინა მიყვება ჯარს და ასრულებს უზრუნველყოფა, საბრძოლო უზრუნველყოფის ერთ-ერთი სამსახურია დღეისთვის. ამიტომ იძულებული ხარ იცოდე სამხედრო საქმის რაღაც ნიუანსები, რათა არ მოხდეს პრობლემა მეთაურისთვის და პირიქით სამსახურმა უნდა მოუხსნას თავის ტკივილი. მეთაურს დაჭრილების გამოყვანა, ევაკუაცია, მათი მკურნალობა და ამავდროულად ეს საველე ჰოსპიტალი არ უნდა გახდეს რაღაც ცალკე პრობლემა დაცვის ან ევაკუაციის საბრძოლო მოქმედების დროს მეთაურისთვის. ამიტომ იძულებული ხარ იცოდეს რაღაც სამხედრო საქმე ისწავლო, შეისწავლო რაღაცა იცოდე. 2008-ში ინტენსიური მეცადინეობები მიდიოდა, იმიტომ რომ ვიცოდით, რომ იქნება მალევე საბრძოლო მოქმედებები. შევისწავლე. ბატონო, წლის თვე იქნებ დააზუსტოთ. თებერვალში უკვე ვიცოდი, რომ სადღაც გაზაფხულზე შეიძლება დაიწყოს საბრძოლო მოქმედება. გაზაფხულის ბოლოს, მაისში, ივნისის დასაწყისში.
თუმცა შესწავლილი მქონდა შიდა ქართლის სამეცნიერო შესაძლებლობები და აგრეთვე დასავლეთ საქართველოს სამეცნიერო შესაძლებლობები. რამაც მაშინ რასაკვირველია საკმაოდ ისეთი დამძგუნველი შტაბ-ბიჭდილება დატოვა. ხო ნიუანსი როგორ იყო ეს აწყობილი და რანაირად ალბათ საინტერესო არ არის. თუმცა სამეცნიერო ევაკუაციის გეგმა როგორ იყო დაწეული, ალბათ საინტერესო არ არის. 2008 წლის მე ვიცი რომ თქვენ ძალიან უფრთხილდებით და მართლაც საფრთხილოა ეს, როდესაც ჩვენ ახლა ვსაუბრობთ რაღაც გეგმებზე, თავდაცვის სამინისტროზე შეიარაღებულ ძალებზე და თქვენ როგორც ჩათვლით საჭიროდ იმ დოზით შეგიძლიათ რომ მოგვაწოდოთ ეს ინფორმაცია, იმიტომ რომ ეს სახელმწიფოსთვის ძალზედ მნიშვნელოვანია და როდესაც ეხება თავდაცვის. გასაგებია, ნუ აქ ალბათ პრინციპული საკითხებია საჭირო რომ და ბარემ დავამატებ, თუ რაღაცა ისეთი თემა გვაქვს, რაც შეიძლება საჯაროდ არ იყოს, მაშინ შეგვიძლია სხდომის ნაწილი დავხუროთ. ან დღის ბოლოს, ან ხვალ, თქვათ დამატებით შეხვედრა გავაკეთოთ უკვე დახურულ ნაწილში. მე თავაზობთ, რომ დავაცალოთ საუბარი გეგმასთან დაკავშირებით, რაც ბატონმა ალეკომ შემოგთავაზათ, რომ ჩვენთვის რა თქმა უნდა ევაკუაციის გეგმა რას გულისხმობდა, საინტერესოა, ამას გულისხმობდით, მაგრამ თქვენ არ მოგერიდოთ დეტალებზეც საუბარი, საჯაროდ უბრალოდ თქვენვე გაფილტრეთ, რისი თქმა შეიძლება ღიათ და რისი არა, მაგრამ ზედმეტად ზოგადადაც არ ვისაუბროთ საჯაროდ. არა, გასაგებია, ეცეთ არის რაღაც მომენტები, რომლებიც მთლად საჯაროდ თქმა არ არის მიზანშეწონილი. კი ბატონო, ასეთ შემთხვევაში შეგვეძლება შემდეგ უკვე, როცა დღეს ამოვწურავთ საჯარო ნაწილს, დახურული ნაწილიც გავაკეთოთ. ესე იგი, ჩვენ გავჩერდით იქ მსმენელს ძაფი გაუწყდებოდა ამასობაში, რომ თებერვალში თქვენ უკვე იცოდით, რომ უნდა მომზადებულიყავით საბრძოლო მოქმედება. მე დამისვეს 60-ან, რომ სასწრაფოდ მოვამზადე საველე ჰოსპიტალი იყოს ქმედითი მაისის ბოლოსთვის. ვინ დაგავალათ ეს? სახმელეთო ჯარების სარდალმა. კი ბატონო. ხომ არ დავაცალოთ რომ კი ბატონო. მე ერთი რაღაც თქვენ თქვით რომ 2007 წელს დაგევალათ საველე ჰოსპიტალის მოწყობა საგურამოში. დიახ. და 2007 წელს ალბათ უკვე რაღაცა გეგმის მიხედვით იყო შერჩეული საგურამო როგორც ლოკაცია. არა, საგურამო ეს ხო არ ნიშნავს იმას, რომ მაშინ უკვე იყო რაღაცა ამის დაგეგმილი და მის მიხედვით შეიძლება საგურამო შეირჩა იმ პრინციპით, რომ იყო საკმაოდ დიდი ფართობი იმისთვის, რომ ამ საველე ჰოსპიტალის გაშლა შეიძლებოდეს. იქ ფართობი იყო 7 ჰექტარი და საველე ჰოსპიტალი სრული გაშლისას ითხოვს 3 ჰექტარს ფართობს. ამასთან გათვლილი იყო იმაზე, რომ დაგჭირდებოდა რეზერვის მომზადება და გადამზადება. რეზერვი მომზადდა დეკემბერში მომზადდა რეზერვი. შემდეგ მაისში მე გავატარე ამ რეზერვის გადამზადება უკვე საგურამოში. და იყო პრინციპით ალბათ იმით, რომ ეს ქალაქიც არ თბილისიც არ არის და თბილისთან შორს არ არის და ექიმების წაყვანა რეზერვის გადამზადების კუთხით პრობლემური არ იქნებოდა. ამიტომ იყო შერჩეული საგურამო. მაგ იყო კიდე ის მომენტი, რომ ექიმს აუცილებლად სჭირდება უშუალოდ პაციენტთან მუშაობა, კურნალობა და ქალაქში ჩამოსვლა აქ მორიგეობა პაციენტებთან და დაბრუნება საგურამოში იყო მარტივი. ანუ ექიმის კვალიფიკაციაზე ზრუნვის თაობდა. სახმელეთო ჯარების სარდალის გვარიც უნდა თქვათ. ვინც თქვენ ეს გითხრათ, რომ მოემზადეთ იმ პერიოდისთვის. კარგი, გვარებს დავანებოთ ერთ-ერთ თავი დავანებოთ გეგმის დეტალებს, თავი მე წევრებს გთავაზობთ, რომ მოусმინოთ, იმიტომ რომ ჩვენ გვისმენ საზოგადოება და გაწყდება ძაფი, მაპატიეთ ბატონო თენგიზ, მაპატიეთ ბატონო ილია, თქვენ მიყევით რასაც ბრძანებდით ქრონოლოგიურად და შემდეგ ჩვენ ბევრი დრო გვაქვს იმისთვის, რომ დავსვათ დეტალური შეკითხვები. გთხოვთ. დიახ. აქ არის ერთი მომენტი, ნებისმიერი გვარის, ნებისმიერ თანამდებობაზე ბრძანებები ინახება
გენერალურ შტაბში და სამინისტროში და ამის ნახვა ყოველთვის შეიძლება. კი ბატონო. ეგ პრობლემური. მაგრამ ერთადერთი რაც თავს ვერ შეგაკავებინებთ რომ თქვათ, ეს მერე უკვე ჩვენი პირდაპირი დანიშნულება ბატონო ლაშა ეს თქვენ ალბათ იცით, მაგრამ განმარტავ მაინც არის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობაზე საუბარი. შესაბამისად, თქვენ აი ამ თხრობისას თუ დაგჭირდებათ რომ კიდე ერთხელ ვამბობ, ჩვენ აქ ძალიან კარგად ვაცნობიერებთ, რომ არ ვესაუბრებით ახალბედა ადამიანს. თქვენ გაქვთ ძალიან დიდი გამოცდილება სამხედრო, სამედიცინო და სამხედრო საქმეში. ამიტომ ისე რომ ჩვენი ჯარი, ჩვენი სახელმწიფო ინტერესი არ დაზიანდეს, როცა გეგმებზე საუბრობთ, სტრატეგიაზე თუ ტაქტიკურ მიმართულებებზე, თქვენვე შეძლებთ ჩვენზე უკეთ გაფილტროთ, რა თქვათ რა არა. რაც შეეხება პოლიტიკურ ნაწილს, იქ თავს ვერ არიდებთ კითხვებს და თქვენვე პროაქტიულად პოლიტიკური თანამდებობის პირებზე დეტალურად მოგვახსენეთ ყველაფერი. ამის შემდეგ პირობას ვდებთ ყველა რომ აღარ გაგაწყვეტინებთ, სანამ არ გადავალთ კითხვა-პასუხის რეჟიმზე. გთხოვთ. მესადინეობები მიდიოდა ყოველდღიურ რეჟიმში გეგმის მიხედვით და 2008 წლის 6 აგვისტოს საღამოს 11 საათზე ამერიკას სახელმწიფო ჯარების შტაბის უფროსმა მიბრძანა გამოცხადებულიყავი დისლოკაციის ადგილზე, გამომეძახა პირადი შემადგენლობა სრულად. მითხრა რომ ეს არ არის სასწავლო განგაში, მომემზადებინა ჰოსპიტალი მოძრაობისთვის. გეგმა წინასწარ უკვე შემუშავებული ჰქონდა. ხო, ეს მომემზადებინა ჰოსპიტალი მარშისთვის და გამოცხადებულიყავი 5 საათზე, ეს უკვე 7 აგვისტოს მინისტრთან სათათბირო დარბაზში. ასკრელია ჩავედი საგურამოში, გავეცი შესაბამისი ბრძანებები, მოვაწერე შესაბამის ქაღალდებს ხელი. ჩემი შტაბის უფროს და მოადგილეს დავავალე მოემზადებინათ კოლონა მარშისთვის, ჩაეთვირთაც შესაბამისი საჭირო ქონება და გამოვცხადდი სამინისტროში. 5 საათისთვის შეგროვილი იყო ყველა მეთაური შერეღებული ძალების. და თათფირი არ დაიწყო, თათფირი გადაიდო 7 საათის მერე სადღაც 8-ისკენ. დილით, ხო? 7 საათი დილა. ის 19 საათია საღამო. შემოვიდა, კარი გაიღო, შემოვიდა, წინ მოდიოდა კეზერაშვილი, შემდეგ მოდიოდა ვანო მერაბიშვილი, შემდეგ მოდიოდა შალვა ჯანაშვილი და გენერალური შტაბის უფროსი. ზაზა გოგავა. დასკვნამ დაიწყო თათფირი, სახმელეთო ჯარების შტაბის უფროს სარდალმა უკაცრავად, სახმელეთო ჯარების სარდალმა მოახსენა გეგმა, რომლითაც უნდა მომხდარიყო საბრძოლო მოქმედება, საბრძოლო მოქმედების დაწყება. გეგმაში რასაკრებულად ყველაფერი გაწერილია საათობრივად. უკაცრავად ყველა პუნქტით, სადაც რომელი სამხედრო ნაწილი უნდა მდგარიყო, რომელ საათზე უნდა გამოცხადებულიყო, როდის უნდა გაშლილიყო. ეს ყველაფერი დეტალურად ხდებოდა ამის მოყოლა. ბოლოსკენ, როდესაც ამ გეგმის დასასრული იყო, აქ ერთ ნიუანსს ვიტყვი, რომ სამხედრო გეგმის მიხედვით ჯარი ცხინვალში არ უნდა შესულიყო. უნდა მოხდარიყო იგნორირება ცხინვალის და გასვლა როკის გვირაბთან, რომელზეც იყო საკმაოდ შეზღუდული დრო. რათა ჩვენ დაგვესწრო რუსების სამხედრო ძალების შემოსვლა საქართველოში. უნდა ჩაკეტილიყო როკი, ამის შემდეგ ხდებოდა უკუქცევა ჯარის, განთავსება ცხინვალის გარშემო და ცხინვალის იმ დროინდელ ხელისუფლების უზურპირებულ
მთავრობა თუ რა ბანდის უფროსებთან საუბარი იმასთან დაკავშირებით რომ ისინი იყვნენ უკვე მოწყვეტილები, მათ არანაირი შანსი არ ქონათ და იმისთვის რომ არ მომხდარიყო რაღაც უაზრო სისხლისღვრა, წამოსულიყო მოლაპარაკება და შეეშვათ ქართული ჯარი და პოლიცია ცხინვალში. ბოლო ეტაპი იყო ის, რომ პოლიციას უნდა განიარაღებინა თუ ვინმე მართ ჩააბარა იარაღი და შეინახა და შეიქმნა რაღაც ბანდ ფორმირებები. როდესაც ეს ფრაზა იყო ნათქვამი, ამ დროს შალვა ჯანაშვილმა თქვა, რომ ცხინვალს ჩვენ ავიღებთო. რამაც რასაკვირველი გამოიწვია ინტერესი, რომ თქვენ ვინ პოლიცია რა ძალებით იღებს ქალაქს, იმიტომ რომ რაც არ უნდა იყოს, ყველა შენობა არის საფორტიფიკაციო ნაგებობა და იქიდან ცეცხლის შემთხვევაში პოლიციას კი არა ჯარს უჭირს გადაადგილება. აქ სერიოზული რაღაც დაბნეულობა გამოიწვია და არეულობა სამხედროებში. ჯანაშვილმა თქვა, რომ მათ საკმარისი ძალები აქვთ. კეზერაშვილმა გითხრა, რომ ეს ჩვენი პრობლემა არ არის და პოლიცია მიხედავს ამ საკითხს. გოგავამ გითხრა, რომ პოლიცია ძალიან მაგარი სპეცნაზი ყავს და ისინი ყველაფერს იზამენ, რამაც კიდევ უფრო დაგვაბნია, იმიტომ რომ სპეცნაზის აღებული პოზიციები და მე თვითონ ეს ქალაქები სამხედროებს არ გაგვიგია, იმიტომ რომ სპეცნაზს აქვს თავისი ფუნქცია, თავისი ამოცანა, რომელსაც ის უნდა ასრულებდეს. მე თვითონ რომ ამ ჩვენ სამხედრო გეგმაში სპეცნაზს უკვე გათვლილი ჰქონდა თავისი გეგმა, თავის სამუშაო. შევთანხმდით იმაზე, რომ პოლიცია იღებს ცხინვალს, კი ბატონო. და უცებ შალვა ჯანაშვილმა თქვა, მაგრამ თქვენი დახმარება დაგჭირდებაო. ესეც რაღაც დაბნეულობა იყო და რა მაშინ შესთავაზეს ასეთი რამ, რომ იმ პოლიციურ ძალებს ვინაიდან ეყოლებათ მეთაური, ამ პოლიციური ძალების მეთაურთან იქნებოდა სამხედრო მეკავშირე, ვინაიდან ახლა მეთაურთან მოვიდოდა ყველანაირი ინფორმაცია, რაც ხდებოდა ცხინვალში და თუ სადმე რაღაც წინააღმდეგობა გაჩნდებოდა ცხინვალში, გააგებინებდნენ მეთაურს და რასაკვირველია მეკავშირეს, რომელიც გადმოთარგმნიდა სამხედრო ენაზე ყველაფერს იმას, შეატყობინებდა საველე შტაბს და ჯარი უკვე არტილერიით ჩაუქრობდა ამ საცეცხლო წერტილს. პასუხად მივიღეთ, ეს კარგია, მაგრამ ჩვენ გვინდა ცოცხალი ძალაც. ცოცხალი ძალა გაჭირდა, იმიტომ რომ ჯარი, რეგულარული ჯარი 22,000 იყო და ყველა ჯარისკაცის ფუნქცია იყო გათვლილი, ყველასთვის იყო ამოცანა დასმული და არც ერთ სამხედრო ნაწილი არ იყო რაღაცნაირად თავისუფალი. თუ ის იმ მომენტში აღებულობდა საბრძოლო მოქმედებაში უშუალოდ მონაწილეობას, ეს იყო გათვლილი იმაზე, რომ მას უნდა ჩაენაცვლა საბრძოლო მოქმედებაში მონაწილე საბრძოლო ნაწილი თუ შენაერთი. აქ მოხდა რაღაცნაირი შელაპარაკება იმაზე, რომ კეზერაშვილმა თქვა, ამდენი ფული დავხარჯე და რას ნიშნავს ჯარი არ ამყავს. გოგავამ თქვა, რომ როგორ აბარისი შტაბის უფროსი თუ ჯარი არ არის. რას ვაკეთებდით? იქ სახმელეთო ჯარების სარდალმა უპასუხა, რომ ჯარი ყავს 22,000 და დანარჩენი არის რეზერვისტი და რეზერვისტი ვერ შეასრულებს იმ ფუნქციას, რაც უნდა შეასრულოს რეგულარულმა ჯარმა. მაგრამ კატეგორიული მოთხოვნა იყო, რომ უნდა დავეხმაროთ პოლიციას, რომ მან აიღოს ცხინვარი. აიღოს ცოტა ისეთ ნათქვამია, უნდა გაგვენთავისუფლებინა ჩვენ მაშინ ცხინვარი. ვინაიდან ეს სამხედროების რაღაცნაირად გაურკვევლობა და აღშფოთება იყო, აქ მოხდა ისეთი რაღაცა, რომ ვანო მერაბიშვილმა თქვა ეგეთი ფრაზა კეზერაშვილს მიმართა, რომ თუ სამხედროები წინააღმდეგები არიან, მოდი გავაკეთოთ ისე, თუ რამე ფუჭდება, მოდით გავაკეთოთ ისე, როგორც სამხედროები ამბობენ. რაზეც კეზერაშვილმა უპასუხა, რას ამბობ, ვანო, რასაც ვეტყვით, იმას გააკეთებენ, რაც ცოტა არ იყო და შეურაცხყოფელი რაც ის იყო გამონათქვამი და გოგავამ თქვა, როგორც პოლიციას უნდა, ისე იქნება.
და იყო მოთხოვნა რომ მოგვენახა რაღაც ძალები და საშუალებები, რათა ჩვენ რომლებსაც გადავცემდით შალვა ჯანაშვილის განკარგულებაში, რათა მას განახორციელებინა თავისი გეგმა. აქ უნდა ითქვას, რომ დაბნელობა მდგომარეობდა იმაში, რომ გეგმა უკვე არსებობდა და ამ გეგმის მიხედვით უნდა გვემოქმედა. შემდგომ სამხედრო დანაყოფების გადაცემა პოლიციის დაქვემდებარებაში ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პოლიციას უჭირს აიყვანოს ვიღაც კრიმინალი. ან ხდება რაღაც სტიქიური უბედურება და ჯარი ეხმარება პოლიციას. ეს ცოტა დამრგონებელი მომენტი იყო, რომ ჯარი გადადის პოლიციის დაქვემდებარებაში. იმის გამო, რომ გეგმით უკვე ვეღარ მოქმედებდით, ესეც რაღაც გარკვეულ დემორალიზაციას იწვევდა სამხედროებში, იმიტომ რომ მოგეხსენება თქვენ, რომ სამხედროები ყველაფერს აკეთებენ გეგმის მიხედვით. ეს გეგმაც, რომლითაც ჩვენ უნდა გვემოქმედა, თავდაპირველად შედგენილი იყო 90-იან წლებში. ვინაიდან და რადგანაც ჩვენ ცხინვალი ნებისმიერ შემთხვევაში გასანთავისუფლებელი გვაქვს, ეს გეგმა რასაკვირველია, იმედი მაქვს დღესაც არსებობს. და გეგმა ყოველთვის რასკვლევ ვარირებდა, იცვლებოდა იმის დამიხვევით, თუ რა შესაძლებლობები გვიჩნდებოდა ჩვენ, რა შესაძლებლობები გვიჩნდებოდა მოწინააღმდეგეს და რა ინფორმაცია მოჰქონდა დაზვერვას. ხო, აქ ერთი გამოვტოვე თუ შეიძლება ცოტა. როდესაც ჩვენ აღვადგენთ დაზვერვა და დავიწყეთ მუშაობა, მაშინ მოვიდა ესეთი განკარგულება საიდანაც ზევიდა, რომ სამხედრო დაზვერვას უნდა ემუშავა აფხაზეთზე, ხოლო შინაგან საქმეთა სამინისტრო მუშაობდა ცხინვალის რეგიონზე, ინფორმაციის მოსაპოვებლად სადაზვერვო სამინისტრო. რაც რასკვლელია ფრიად გაუგებარი იყო, იმიტომ რომ ის რაც სჭირდება ჯარს, იმას პოლიცია ვერანაირად ვერ მიაწვდის. არა იმიტომ დავუშვათ, რომ მათ არ უნდათ სპეციფიკა არის განსხვავებული და ამიტომ ჩვენ ვთვლიდით, რომ ცხინვალის რეგიონზეც უნდა ემუშავა სამხედრო დაზვერვას, მაგრამ ჩვენ აგვიგრძალეს იქ მუშაობა. ეს რაც ეხება გეგმის მიხედვით, შემდგომ იყო ცდილობა, რომ მოგვიძია რაღაც ძალები, რათა გადაგვეცა შალვა ჯანაშვილისთვის, დაევალა განათლების სარდალს, რომ მოეძია ხალხი, რაღაც ფრიად გაკვირვება გამოიწვია, იმიტომ რომ იქ რჩებოდა მხოლოდ ინსტრუქტორები მასთან. აქ ისეთი პრინციპია, რომ არის რამდენიმე ინსტრუქტორი, სადაც მოდის სამხედრო ნაწილი, 20 იქნება თუ ბატალიონი გააჩნია რასწავლება. უტარდებათ ინსტრუქტაჟების სწავლის მიხედვით, უკაცრავად ეს სწავლება გეგმის მიხედვით. ამიტომ განათლების სარდლობაში რაღაც საბრძოლო ნაწილები არ არის. ეს მაგალითისთვის მოგიყვანეთ, ცოტა რთულია გავეხსენო დეტალები, საიდან იყო შეგროვილი ხალხი, მაგრამ ამავდროულად შალვა ჯანაშვილს გადაეცა ცალკეული ჯავშან სატანკო ნაწილი, სამხედრო სპეცდანიშნულების ბრიგადა, გადაეცა საინჟინრო დანაყოფი, ცალკეული ქვეითი რაღაც ბრძანებები გადაეცა. მე არ ამგონია, რომ ეს ადმე ბრძანებაში იყოს, ამიტომ ალბათ საჭირო იქნება უკვე დახურულ ხტომებზე იმ მეთაურებთან საუბარი, რომლებიც მაშინ საბრძოლო დანაყოფის მეთაურები იყვნენ და შესაბამის კომპეტენციას ფლობდნენ. ამ თათბირზე უკვე რაღაცნაირად ამოწურა თათბირმა თავისი თავი იმის გამო, რომ სამხედრო გეგმაზე საუბარი უკვე აღარ იყო. მაგრამ დეტალები, უნიშნელი დეტალები აღარ მახსოვს. თათბირი გამოცხადდა დასრულებულად შეუდექით საქმეს და გოგავამ გამოაცხადა, რომ ძირითადი მიმართულების სარდლად ნიშნავდა მამუკა ყურაშვილს. რამაც რაღაც ძამიერი შეჩერება გამოიწვია ჩვენ, იმიტომ რომ ძირითადი მიმართულება და მით უმეტეს ცხინვალის მიმართულება სამხედრო გეგმაში განხილული არ იყო, არ მოიაზრებოდა არანაირად. ყველა მაშინ დავბრუნდით ჩვენ დისლოკაციის ადგილებს, სამხედრო ნაწილებს. მე დისლოკაციის ადგილზე მივედი, ჩემი საველე ჰოსპიტალი უკვე მარშზე იყო, ამიტომ რაც მჭირდებოდა იქ ჩემს კაბინეტში ავიღე
დავეციე ჩემს ნაწილს და გავიყვანე და გავშალე ტყვიავში საველე ჰოსპიტალი. რატო გავშალე ტყვიავში თუ საინტერესო არის მაგასაც ვიტყვი, იმიტომ რომ ტყვიავი არის ის ადგილი, სადაც ხდება გზების გადაკვეთა ცხინვალის, ვანათი ერგნეთის და აქედან ნიქოზის მიმართულებებიდან. ანუ ის დაჭრილები, რომლებიც იქნებოდა უშუალოდ ცხინვალში, ზნაურის გარდა. ყველა გამოევლიდა ევაკუაციის გზას ტყვიავში. ზნაურის მიმართულებაზე მე გადავისროლე ჩემი ჰოსპიტალიდან წინასწარ სპეციალურად მომზადებული მობილური ქირურგიული ჯგუფი, რომელიც ხვდებოდა ზნაურის მიმართულებაზე დაჭრილებს და უწევდა სამედიცინო დახმარებას. საბრძოლო მოქმედების დაწყების მომენტი დილის 6 საათი 8 აგვისტოს ვერ შედგა, იმის გამო რომ ისე მოვიდა რაღაც გაურკვეველი მითითებები, რომ არ უნდა დავეწყოთ ვინაიდან ვიღაცა უნდა ჩამოვიდეს, რაღაც ქონება უნდა მოვიდეს, უნდა მოსულიყვნენ კიდე ჟურნალისტები და სანამ ჟურნალისტები არ მოვლენ, არ შეიძლება მის დაწყება. ბოლოს ჩამოვიდა რაღაც სატვირთო მანქანა რაღაც იმებით მიტინგისთვის საჭირო რაღაც ნივთებით იმით რაღაც ტრიბუნით დროშებით რაღაცებით და საბრძოლო მოქმედება დაიწყო 7-8 საათის დაგვიანებით. დიახ, ამ შეფერხების გამო, რომელიც აი არანაირად არ იყო კავშირში არც გეგმასთან, არც უზრუნველყოფასთან. მინდა ვთქვა, რომ აი ეს რაც ეხებოდა სამხედროებს, რომ საბრძოლო მოქმედება არ ხდება უზრუნველყოფის გარეშე. ეს უზრუნველყოფის ელემენტიც ყველა იყო თავის ადგილზე და ჩვენ უკვე შეგვეძლო მოქმედება. მოძრაობა დაიწყო პირველმა მესამე ბრიგადამ ერგნეთი ვანათის მიმართულებაზე, სადაც მაგრამ გეგმის მიხედვით მესამე და მეოთხე ბრიგადები უნდა შეხვედრილი იყვნენ ცხინვალის ჩრდილოეთით ჯავის მისადგომთან. ამ დროს მეოთხე ბრიგადა იყო გაჩერებული, შეფერხებული ასევე გაურკვეველი მიზეზით. იცით რა არის? აი მას მერე რაც ეს გეგმა დაიგლიჯა, ფაქტობრივი მართვა საბრძოლო მოქმედების გადავიდა პოლიტიკოსებთან. და გამოტოვე მომენტი, მაბადეთ, მას მერე რაც კეზერაშვილი შემოვიდა და გახსნა თათბირი. მერე უცებ მოხდა ის, რაც სამხედრო თათბირებზე არ ხდება. ვიღაცას იქ დაუძახეს, რომ შემოდითო. მაბადეთ ეს ლირიული გადახვევა, ვისაც არ გეზარებათ, მოდით აქ სამხედრო გეგმა განიხილება და შემოვიდა რაღაც არნახული რაოდენობის ხალხი. იქიდან მახსოვს მარტო ზურაბ ბადეიშვილი, სხვას უმეტესობას არც ვიცნობდი მაშინ. ეს რაც სავარაუდოდ პოლიტიკური სპექტრი და კომისრები იყვნენ. რაღაც იყო ესეთი მომენტი, რომ მეთაურებთან მიმაგრებული იყო პოლიტიკური მოღვაწე რაღაც გარკვეული ფენიდან მართველი პარტიის. რომ ვინიცობა მას რაღაც არა, ეს ისეთი ხუმრობაა, რომელიც ტრაგედიით მთავრდება, როგორც წესი. აი ძალიან ბევრნი იყვნენ ისინი, მე ვერ ჩემ ბატონო ამას მე ვერ გეტყვით, იცით არა, როკი რასაკროა ძირითად მიმართულებად ითვლებოდა ჩვენთვის, მაგრამ ну, а ეს მომენტი რაღაცნაირად ძნელი ასახსნელია, რა ეს რას ნიშნავდა, რატო ითქვა, საერთოდ რატო დაენიშნა ყურაშვილი რაღაც. ყურაშვილსაც თავისი ამოცანა ჰქონდა და ცხინვალის აღებაზე რატო დაენიშნა არ ვიცი. ამ დაგვიანება რასაკროა უზარმაზარი ტრაგედია გამოიწვია. ბატონო ლაშა პირობას დავარღვევდა ჩაგერევით. რომ ქრონოლოგია ის დაგვიანებას რო ამბობთ,
ეს თქვენ საქმის სპეციალისტი ბრძანდებით და კარგად გესმით, რას გულისხმობთ დაგვიანებაში. ესე იგი, კარგად რომ ჩვენც მოყვეთ სმენელები. დილის 5 საათზე 7 აგვისტოს ჩაინიშნა თათბირი. სამხედრო თათბირი. რომელთან დაკავშირებითაც დარწმუნებული ვარ, ყველა დავსვამთ შემდეგ ძალიან ბევრ შეკითხვას. 5 საათზე არ დაიწყო თათბირი და დილის 7 საათზე ჩატარდა, 7-დან 8 საათამდე. იქ ესწრებოდნენ ისინი, ვინც თქვენ ჩამოთვალეთ და პოლიტიკური თანამდებობის პირებიდან ესენი იყვნენ, ასე დავარქმევ, თქვენი მინისტრი, ანუ თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი. შემდეგ დაუძახესო და რაღაც მომენტში შემოდის იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი, მაგრამ მთავარი მონაწილეები არიან თავდაცვის მინისტრი კეზერაშვილი და შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი და მისი მოადგილე, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ჯანაშვილი. ეს თათბირი დაახლოებით რომელ საათზე დასრულდა? 7 აგვისტოს. დაახლოებით 9 საათისთვის. დილის 9 საათზე გეგმა სამხედროების მიერ წარდგენილი გეგმა, რომელიც მუშავდებოდა თქვენ ბრძანეთ თებერვლიდან თუ 2007 წლიდან? 2007 წლიდან, დიახ. 2007 წლის რა პერიოდიდან? რაც მე ჩავერთე ნოემბრიდან. ნოემბრიდან უკვე ეს სამხედრო გეგმა, რომ გავიშლებით, ცხინვალს მოვაქცევთ ალყაში, ბოდიში თუ არ ვიყენებ სწორად სამხედრო ტერმინებს, მაგრამ ვინც გვისმენს ის მიხვდება, რას გულისხმობ და ორი ბრიგადა ერთმანეთს შეხვდება ჩრდილოეთით ცხინვალის და ასე ყველაზე ნაკლები მსხვერპლით შევძლებთ მიზნის მიღწევას. ეს არის სამხედროების ხედვა. ეს გეგმა დაიშალა პოლიტიკოსების თათბირის შედეგად 7 აგვისტოს 9 საათზე ეს გეგმა დაიშალა, მაგრამ ისე დაიშალა, რომ სამხედროებმა ბოლომდე კარგად ვერ გაიგეს რა არის გეგმა, ხო? ასე ვფიქრობ. თუ არა და თქვენ მერე რო დაიბრუნებთ სიტყვას შემისწორებთ. შემდეგ 7 აგვისტოს არაფერი არ ხდება? ჩვენ გავედით სასტარტო პოზიციებზე. მაგრამ ზოგიერთი დანაყოფი უკვე მანამდე იყო გასული, მაგრამ გეგმის მიხედვით საბრძოლო მოქმედება უნდა დაწყებულიყო დილის 7 საათზე. 8 აგვისტოს დილის 7 საათზე. შესაბამისად 7-დან 8 აგვისტოს საღამოს და ღამეს არაფერი არ მომხდარა? საბრძოლო მოქმედებები არ უნდა დაწყებულიყო, მაგრამ ეს სამხედრო გეგმით არ იყო გაწერილი, დაიწყო საარტილერიო დამუშავება ცხინვალის. როდის? ეს იყო 7 აგვისტოს 23 საათსა და 42 წუთზე. ეს არ იყო გეგმაში? სამხედრო გეგმით ეს გათვლილი არ იყო, იმიტომ რომ ცხინვალში სამხედროების შესვლაც არ იყო გათვლილი. კი ბატონო, ესე იგი ჩვენ უკვე სახეზე გვაქვს, გარედან რომ შევხედოთ ამ ყველაფერს. 7 აგვისტოს 23 საათსა და 45 წუთზე 42 წუთზე ჩვენ უკვე დავინახეთ, რომ გეგმის მიღმა რაღაცა მოხდა, ამოქმედდა საარტილერიო დამუშავება, როგორც თქვენ მას პროფესიულ ენაზე უწოდებთ და ჩვენ მოკვდავი მოქალაქეები ვეძახით დაბომბვას. სწორად ვამბობ, ხომ? ამის შემდეგ გაიარა ღამემ ბევრი ადამიანისთვის უბედურების ფონზე და ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთმა ყველაზე უმძიმესმა ღამემ დადგა 8 აგვისტო და გეგმის მიხედვით, იმიტომ რომ თქვენ სამხედროები ბრძანდებით და მაინც გეგმას უყურებთ, მიუხედავად იმისა, რომ იცით, რომ ეს გეგმა დაშლილია, როგორც თქვენ მოყევით და ბრძანეთ და იმ 8 აგვისტოსაც გვიანდება მოქმედებაზე გადასვლა, იმიტომ რომ ველოდებით ჟურნალისტებს სად გორში თუ სად ველოდებოდით ამ ჟურნალისტებს? ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ველოდებოდით ჟურნალისტებს. ჟურნალისტებს. 8 აგვისტოს რომელ საათზე უნდა დაწყებულიყო? დილის 7 საათზე უკვე უნდა დაწყებულიყო ყველა დანაყოფის მოძრაობა. და დადგა რომელი საათი და დაწყებული არ არის? შუა დღეს გადაცილებული იყო და საბრძოლო მოქმედებები ჯერ არ დაწყებული. ამ დროს ჩამოდის ბრიფინგის მოწყობილობა, ტრიბუნა და ველოდებით ჟურნალისტებს
სადღაც. ჟურნალისტები უკვე ჩამოვიდნენ და დაგვწეს ნება, დაგვეწყო საბრძოლო მოქმედება. სად ნახეთ ეს ჟურნალისტები? ჟურნალისტები ჩემთანაც იყვნენ ტყვეავში მოსულები, მართალია მე არ შემოუშვი ისინი, მაგრამ გასაგები. ესე იგი ჩვენ ვართ 8 აგვისტოს შუა დღეზე ტყვეავში, აი აქედან გავაგრძელოთ თუ შეიძლება. ამ დროს დაიწყო მესამე ბრიგადა მოძრაობა ვანათი ერგნათის მემართულებით. მეოთხე ბრიგადა ჯერ გაჩერებული იყო, მეოთხე ბრიგადამაც დააგვიანა მოძრაობა. და მოხდა ისეთი რაღაცა, რომ ვინაიდან მეოთხე ბრიგადამ დააგვიანა მოძრაობა, მესამე ბრიგადის გადაადგილება უკვე არ შეიძლებოდა, იმიტომ რომ მივიღებდით ძალიან ბევრ გაუმართლებელ მსხვერპლს. და საბრძოლო მოქმედებები უკვე დაიწყო ინტენსიური ცხინვალში, უშუალოდ ქალაქში. და როგორც ვაფრთხილებდით სამხედროები, რომ ეს ჩაიხრჩობა ცხინვალის განთავისუფლების თუ აღების ოპერაცია, როგორც ნებავთ, ისე და ჩაიხრჩობა აუცილებლად, ის ჩაიხრჩო. ცხინვალის განთავისუფლება ვერ მოხერხდა. იქიდან გამოიყვანეს ძალები, ეს უკვე ხდება 9-ში. და კეზარაშვილმა გასცა ბრძანება, რომ მეოთხე ბრიგადა, რომელიც იყო გაშლილი და შეტევით მიდიოდა ზნაურისკენ, საბრძოლო გაშლა ჰქონდა უკვე. შეტრიალებული იყო 90 გრადუსით და შესული იყო ცხინვალში. ეს უდაოდ რაღაც აბსურდული ბრძანება იყო და ბრძანება იყო თუ მოთხოვნა იყო. არ ვიცი როგორ უნდა დავარქვათ. იმიტომ რომ ბრიგადა იშლება საბრძოლო წესით. იმისთვის რომ ის მოტრიალდეს 90 გრადუსით, მას ეს 5 წუთი და 1 საათი შეიძლება 2 საათიც არ იყოს. რელიეფის გათვალისწინებით საკმაოდ დიდი დრო დასჭირდებოდა. ის დრო, რომელიც იქნებოდა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, რაც მისცემდა მოწინააღმდეგეს საშუალებას, რომ ზნაურიდან დაძრულიყო და მეოთხე ბრიგადის ზურგში აღმოჩენილიყო. გადმოსროლილი იყო მეორე ბრიგადა სენაკიდან ამავდროულად, რაც არ იყო სამხედრო გეგმით საერთოდ არანაირად გათვლილი. მეორე ბრიგადის ამოცანა იყო ჩაეკეტა ენგურით მისი გადმოსასვლელები, ვინაიდან ეს აუცილებელი იყო, ვინაიდან მეხუთე ბრიგადა იდგა კოდორის ხეობაში აჟარაში და ენგურის გადმოკვეთის შემთხვევაში მოწინააღმდეგეს აბსოლუტურად თავისუფლად შეეძლო მოძრაობა სვანეთის მემართულებით და იქ ჩაიკეტებოდა მეხუთე ბრიგადა აღმოჩნდებოდა ალყაში. მეორე ბრიგადის გადმოსვლა მოხდა მაშინ, მეოთხე ბრიგადა იძულებული, მეოთხე ბრიგადის დახურვას სცადეს სამხედროებმა, სახმელეთო ჯარების სარდალიც, გენერალ-შტაბის უფროსის მოადგილეებიც რაღაცნაირად ცდილობდნენ, რომ არ გადაეცათ ეს ბრძანება მომდინარეობდა კეზერაშვილისგან, ხო მოგახსენეთ ეს. არ გადაეცათ მეოთხე ბრიგადის მეთაურისთვის ეს ბრძანება, მაგრამ მე თვითონ დაელაპარაკა ტელეფონით და ეს ბრძანება მისცა. მეოთხე ბრიგადის მეთაური იძულებული იყო დაეწყო ბრიგადის შეტრიალება, რამაც რასაკვირველია ფიასკო გამოიწვია, იმიტომ რომ ბრიგადა სრულად აერია. ეს ერთ-ერთი მიზეზი იყო იმისა, რომ იქ ყველაფერი ასე ტრაგიკულად დამთავრდა. ამ დროს როდესაც ბრიგადა მოტრიალდა და წავიდა ცხინვალის მიმართულებაზე, მესამე ბრიგადა უკვე იძულებული იყო გამოსულიყო საბრძოლო მოქმედებებიდან. მისი დარჩენა იქ აბსოლუტურად შეუძლებელი იყო. ამაც რასაკვირველია მისცა საშუალება რუსის ძალებს გადმოეკვეთათ საქართველოს საზღვრები და შემოსულიყვნენ ცხინვალში. იქ კიდევ ბევრი ნიუანსია, რომელიც იქ უკვე მეოთხე როდესაც რუსეთის ძალები შემოვიდნენ, იქ უკვე ისეთი რომ ჩვენმა ავიაციამ დაამუშავა
ეს რუსები მარშზე მყოფი რუსები მაგრამ შემდეგ ისევ მივიღეთ განკარგულება რომ გავჩერებულიყავით წინააღმდეგ არ გვეგვეწია არ აგვაფეთქა რაღაც შესაბამისი ხიდი რომელიც გათვლილი იყო რომლის აფეთქება რომ რუსების გადაადგილება შეფერხებულიყო და რეალურად ყველაფერი საკვანძო მომენტები ეს იყო რა ჯარმა დაიწყო უკან დახევა შემდგომ მე როცა დავინახე რომ ჯარი უკან დაიხია და ჩემთან დაცვლებიც აღარ მოდიოდა დავუკავშირდი სახმელეთო ჯარების სარდალს ვკითხე მე რა უნდა მექნა ჩემი მოქმედებები მან დამისვა ამოცანა რომ დავთხეულიყავი უკან და დამდგარიყავი კარალეთში ნახე ადგილი სადაც შეიძლებოდა რაღაც სამედიცინო პუნქტის გაშლა იმიტომ რომ ჰოსპიტალის გაშლა უკვე შეუძლებელი იყო და უაზროც სამედიცინო პუნქტი გავშალე იმ მიზნით რომ თუ ვიღაც ჯარისკაცი დარჩენილი იყო და დაჭრილი იყო ჩვენ შეგვიძლებოდა მისი ან ამბავს მოგვიტანდნენ და ევაკუაციას შევძლებდით და იქ სამედიცინო დახმარების გაწევა ადგილზე შემდგომ მივიღე ბრძანება დაბრუნებულიყავი გორში ვიდექით სამხედრო ჰოსპიტალთან რომელიც როგორც აღმოჩნდა პრაქტიკულად იგულისხმება ის რომ ის რაც საჭირო არის მედპერსონალი ამ საბრძოლო მოქმედებების დროს ყოფილიყო ჰოსპიტალში იყო გაცილებით ნაკლები მე შევთავაზე გენერალური შტაბის უფროს მაშინ გაერთიანებული შტაბების უფროსი იყო ისი თანამდებობა რომ მე ჩემ ხალხს შევიყვანდი გორის ჰოსპიტალში და ვამუშავებდი რაზეც კატეგორიული უარი მივიღე რომ მე უნდა გამეშალა ჰოსპიტალი ანუ რაც გაკვირვება მოიწვია შემდგომ მის მოადგილეებთან თათბირში გადავწყვიტეთ და ჰოსპიტალი გადაადგილდა უფლის ციხეში და იქ უკვე მივიღე ბრძანება დაბრუნებულიყავი დისლოკაციის ადგილზე დავბრუნდით საგორამოში ამით ძირითადი მომენტები ალბათ მე მოვყევი რა დეტალები არის რომელიც ალბათ ასე საჯაროდ მოყოლა არ იქნებოდა მიზანშეწონილი კარგი გმადლობთ ბატონო ლაშა წევრები თუნებას დამთავენ რამდენიმე კითხვას დავსვამ და დარწმუნებული ვარ რომ სხვებსაც არაერთი შეკითხვა ექნებათ თქვენ თავიდან რომ მიყვეთ თქვენს მონათხრობს ბრძანეთ ასეთი რამ რომ ქალბატონი ლიაკა ხოშტარია იყო თავდაცვის მინისტრი გია ბარამიძის მრჩეველი თანაშემწე ხო მგონი ის თანაშემწე კი ბატონო და მაშინ განიზრახეს რომ 2000-ზე მეტი ოფიცერი ვინც ჩვენს სამშობლოს იცავდა 90-იან წლებში და ემსახურებოდა მას, მათი ადგილი აღარ იყო ჯარში და რომ უნდა გათავისუფლებულიყვნენ. შემდეგ თქვენ ბრძანეთ, რომ დიდი ბრიტანეთიდან ჩამოსული ექსპერტების რჩევა იყო, რომ ეს არ გაეკეთებინათ ასე და ამ ფორმით. და მერე თქვენ თქვით, რომ ამ ხალხის გათავისუფლება უკვე მომდევნო თავდაცვის მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის დროს მოხდა. ნიშნავს თუ არა ეს რომ ქალბატონმა ლიაკამ რომელიც ჩემთვისაც სიურპრიზი იყო რომ თუმცა თურმე ჩვენს თავდაცვის ძალებს ის ბეწწყვეტ და როდესღაც გაიზიარა დიდი ბრიტანეთიდან ჩამოსული ექსპერტების არა ეს ამას არა ეს კატეგორიულად არ ნიშნავს ამას ძალიან თქო აბა რას ნიშნავს უბრალოდ მათ არ მიეცეთ საშუალება ბარამიძე მოხსნეს გასაგებია ეს იყო ერთადერთი მიზეზი ერთადერთი მიზეზი იმიტომ რომ ბრიტანელები როდესაც ამბობდნენ რომ ამის გაკეთება არ შეიძლება იცით რა არის ეს ბრიტანეთი მეგობარი ქვეყანაა და ის არ მისცემდა უფლებას თავის თავს ეთქვა რომ არავითარ შემთხვევაში არ გააკეთოთ ისინი უბრალოდ ასწავლენ როგორ შეიძლება ეს მოხერხდეს უფრო ლამაზად ну раскрыли რომ ამ საუბრიდან ჩანდა რომ მათ არ ესმით ბოლომდე რატო ვაკეთებდით ამას რომ ნაუმარ ხალხს გამოსtildeს რომელმაც ომი იცის რომელიც ძირითადი ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი მე რომ მკითხო ეს არის მორალური ზრდა ჯარისკაცის რომ აი სამშობლოს წინაშე დამსახურება ფასდება ქვეყანაში
ეს რო არ გამქრალიყო. მაგრამ რას ქვია ლაკათთვის ეს არაფერს არ ნიშნავდა, ეს ცალილი სიტყვები იყო და იმ ბრიტანელებთან დათბირის მერე ლაკაც ძალიან მონდომებული იყო ოფიცრების გაშვებას შეეძლო. თქვენ ესწრებოდით ამ თათბირს? იმ თათბირს მე ვესწრებოდი, ახლა. ვინ ხელმძღვანელობდა ამ თათბირს? ბრიტანელი და ლაკას რეპლიკების გამო მე რაღაც შევეპასუხე მას და ამის გამო სხვა თათბირებზე მე აღარ ვიყავ. გასაგებია. რა რეპლიკები იყო, ხომ არ გახსოვთ? ქალბატონი ხოშტარიას მხრიდან. რეპლიკები იყო ის, რომ მათ არ იციან რა არის ქართველი ოფიცრები, მათ არ იციან ვინ არიან ისინი და ამაზე იყო ის რასაც ბრიტანელი ამბობდა, მისთვის მიუღებელი იყო. კი ბატონო. უცნაურია მინიმუმ რბილად რომ თქვა, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ მე ქალბატონ ელენეზე ოდნავ უფროსი ვარ, ის იმ თაობის წარმომადგენელია ჩემსავით, ვინც 90-იანი წლების პერიოდში ჩვენს თვალწინ ჩაიარა იმ ბევრმა უბედურებამ, რაც ჩვენს ქვეყანას თავს დაატყდა და ჩვენ გვაქვს ჩვენი თვალით ნანახი, როგორ იცავდა ქართველი დასრული მამაკაცი თუ ქართველი ბიჭი სამშობლოს და მათ მართლა მიიღეს ძალიან დიდი გამოცდილება ბევრი უბედურების ხარჯზე, ვინც გადარჩა, რა თქმა უნდა. შეფასება ეს უცნაურია მისი მხრიდან ეს პოზიცია. ინდივიდუალურია ეს შეფასება, ბატონო, ჩემო. იმიტომ რომ ყველა ხედავს სხვანაირად. ადამიანი, რომელიც იცავს სამშობლოს, ზოგისთვის გმირია და ზოგისთვის ან ვინმემ დაავალა, რომ სხვანაირად დაენახა. გასაგებია. ოფიცერი, რომელიც თulis რომ ვინც აფხაზეთში ომობს, ყველა არის მისი პირადი მტერი. გასაგებია. გენერალის გახდა და ახლა შემდეგი კითხვა თქვენი ნებართვით. დადგა ოქროაშვილის ხანა და ბევრი სტრუქტურა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ჩვენი თავდაცვის უნარიანობისა და სამხედრო სისტემის გამართულობისათვის თქვენ გითხარით რომ გაუქმდა და თამბეჭდავით ჩამონათვალიც მოგვეცით რა თქმა უნდა ჩვენ ამ ყველაფერს დოკუმენტურად შევისწავლით. დიახ, ბრძანებები უნდა ინახებოდეს თავდაცვის. კი ბატონო. შეკითხვა თქვენ ბრძანეთ ასეთი რამ რომ უკვე 2008 წლის აგვისტოში ვართ და ყველა მეთაურს მიამაგრეს მართველი პარტიიდან პოლიტრუკი. დიახ, პარტკომი თუ რა დავარქვა. პოლიტრუკი ხო ეს საბჭოთა ფენომენია. საბჭოთა ფენომენია. ტროცკის მიერ მოგონილი სისტემა. პოლიტკონტროლისთვის. ტროცკის მიერ მოგონილი სისტემა ეს პარტიის ისტორიაში ვსწავლობთ ჩვენ. კი ბატონო. და ხომ არ გახსენდებათ თუნდაც რამდენიმე გვარი ასეთი არა იცით რა არის ჩემთან მომაგრებული იყო სამხედრო პოლიციიდან ადამიანი რომელმაც პრინციპში რაღაც როლი ითამაშა იმაში რომ გადამარჩინა იმ ადამიანს და ეს საინტერესოც არ იყო რომ მე ერთ ადგილას ვიდექი ტყვიავში და ჩემთან რაღაც პოლიტრუკის მომაგრება რაღაც პოლიტრუკი არ გჭირდებოდათ კი ბატონო მაგრამ ეს თქვენ ზუსტად იცით რომ ასე იყო. დიახ, ასე იყო ამაზე საუბარი და ასე. თათბირზე ხომ არ იყო 7 აგვისტოს თათბირზე ამაზე. იქ ეს არის. კი ბატონო. ეს უკვე დალაგებული იყო ყველაფერი. ასეთი შეკითხვა მაქვს ყველა არ არის ვალდებული რომ სამხედრო საქმის სპეციალისტი იყოს და ამიტომ ვსვამ ამ კითხვას განსაკუთრებით კი მათთვის ვინც ჩვენზე უმცროსია. თავდაცვის მინისტრ დავით კეზერაშვილს ჰქონდა თუ არა უფლება მეოთხე ბრიგადისთვის მიეცა ბრძანება ტელეფონით ან სხვა საშუალებით რომ მას 90 გრადუსიანი შემოტრიალება გაეკეთებინა. თავდაცვის მინისტრს საერთოდ არანაირი ბრძანებების გაცემა საბრძოლო მოქმედებების სამხედრო ნაწილებისთვის უფლება არ აქვს. არ აქვს. ეს არის სამოქალაქო პირი, ბევრი მუშაობა მიმდინარეობდა იმ თევზაძის დროსაც, მაშინ რომ თავდაცვის მინისტრი გამختارიყო სამოქალაქო პირი და მისი საქმე ყოფილიყო უბრალოდ პოლიტიკური მართვა შეერაღებული ძალების მდგომარეობის ქვეყანაში. საბრძოლო მოქმედებების თეატრზე თავდაცვის მინისტრის ყოფნაც არ შეიძლებოდა.
იგივე ტიპის მომდევნო შეკითხვა. ვინ არის, ვინ უნდა იყოს ის ადამიანი, რაც არ უნდა უმრავლესობამ ამ კითხვაზე პასუხი ვიცოდეთ, მნიშვნელოვანია რომ თქვენ გვიპასუხოთ. ვინ არის ის ადამიანი, ან ადამიანები, ვინც ასეთ დროს გასცემს ბრძანებებს? იერარქია ჯარში არის მკვეთრად განსაზღვრული. რომ აგვიხსნათ. ამისთვის არსებობს უმაღლესი მთავარსარდალი, ამ შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილი, რომლის სამოქალაქო პოზიცია არის პრეზიდენტი, იმ შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილი, ამის შემდგომ არის გენერალური, მაშინ გაერთიანებული შტაბების უფროსი და შემდეგ გვარეობათა მეთაურები. შესაბამისად, სარდლებებს. დიახ, თქვენს შემთხვევაში თათბირზე ვსაუბრობ, იქ ამ ორი პირიდან, უმაღლესი იერარქიდან იმყოფებოდა მხოლოდ ერთი, ეს იყო გაერთიანებული შტაბების ხელმძღვანელი ბატონი ზაზა გოგავა. დიახ. მაგრამ მიხეილ სააკაშვილს რა როლი ჰქონდა და გასცემდა თუ არა, აძლევდა მას თუ არა ბრძანებებს, ეს თქვენ არ იცით. იცით რა არის, მიხეილ სააკაშვილის მონაწილეობა ამ საბრძოლო მოქმედებებში რაღაცნაირად არ იგრძნობოდა, ის არ იტვირთავდა თავს, ბოროტად არ იყენებდა თავის თანამდებობას თავის ჯართან ურთიერთობისთვის. იგნორირება ქვია თუ უკადრისობა ქვია, არ ვიცი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ასე იყო. მისი გამოჩენა ამ საბრძოლო მოქმედებებთან მოხდა ჩემთვის. მე მოვედი საველე შტაბში, რაც გარკვეულ საქმეზე. ეს იყო შტაბი იყო გაშლილი კარალეთში, რაც ადგილი არის კაკლები ქვია და იქ იყო ეს შტაბი გაშლილი. მგონი კაკლების ის იყო ნარგავები იყო დიდი რაოდენობით და იქ იყო შტაბი გაშლილი. და იქ მითხრა ერთ-ერთმა ოფიცერმა, რომ პრეზიდენტი გაიქცა. იცით ახლა როგორი დამოკიდებულება წარ უნდა გქონდეს ადამიანს თავის პრეზიდენტის მიმართ და თავისი უმაღლესი მთავარსარდლის მიმართ პიროვნული. გარს ერთი მომენტი რომ უმაღლესი მთავარსარდალი პრეზიდენტი გაიქცა. აი ეს მთელი მოვალეობები რომლებიც მან უნდა შეასრულოს, ვინ შეასრულებს. რასაკვირველია საქართველოსთან არ გაქცეულა, თუმცა ჩვენ არ ვიცოდით, მაგრამ ახლა ჩვენ იქ არც ტელევიზორი გქონდა, გამარგებო და არც მოგეხსენებათ დიდად ინტერნეტითაც ვერ ვისარგებლებდით. საწავიდა, რა გააკეთა, ერთადერთი რაც მოხდა, დავინახეთ, პირადად მე არ დამინახავს, მაგრამ ჩვენმა სამხედროებმა დაინახეს, რომ ჩვენი პრეზიდენტი, რომელიც ჩამოვიდა გორში, რატო ჩამოვიდა, რისთვის ჩამოვიდა, კაცმა არ იცის. აქაც არის ესეთი მომენტი, რომ ის არავითარ შემთხვევაში არ შეიძლებოდა ჩამოსულიყო საბრძოლო მოქმედებათა თეატრზე. არც ის, არც მინისტრი, არც გაერთიანებული შტაბის უფროსი იქ არ უნდა ყოფილიყვნენ. ისინი უნდა ყოფილიყვნენ თბილისში, თავიანთ კაბინეტებში და ემართათ მასშტაბურად და გლობალურად ის, რაც მათ ევალებოდათ თავიანთი ფუნქციური მოვალეობებიდან. მაგრამ ისინი იყვნენ იქ, აქ მოხდა ის, რომ პრეზიდენტი გაიქცა, ჯარმა ეს დაინახა, მაშინვე გავრცელდა ელვისებურად, რაღაცა ვირუსულივით გავრცელება მოხდა. პრეზიდენტი გაიქცა და რამაც გამოიწვია სერიოზული დემორალიზაცია ჯარში რასაკვირველია. გასაგებია, გაქცევაში რა იგულისხმება მეჯვრისხევის ქუჩაზე გორში მომხდარი? დიახ, ზუსტად. როდესაც მეჯვრისხევის ქუჩა იყო, თორე ჩემ ცნობილია, რომ მე ვიცი რომ ეს გორში რაც მოხდა, როდესაც თვითმფრინავის ხმაზე უმაღლესი მთავარსარდალი დაცვას გაექცა. აქ ერთი პრობლემაა, რომ თუ რამე რუსული თვითმფრინავი იყო ჰაერში, ეს ალბათ მოსკოვი, დუბაი 11000 მეტრის სიმაღლეზე და მის ხმასის ვერ გაიგონებდა. და სხვა საფრენი აპარატი იმ მომენტში ცაში არაფერი არ იყო. გასაგებია. და შემდეგი შეკითხვა მაქვს სანამ წევრებს ვთხოვ სიტყვას. როდესაც თქვენ გორის ჰოსპიტალთან მიხვედით. დიახ. ამ ჰოსპიტალში იმიტომ ხომ არ იყო ნაკლები ექიმი ვიდრე საჭირო იყო, რომ არც იყვნენ იქ დაჭრილები დიდი ოდენობით. არ იყო ამის საჭიროება იქნება. ცით რა არის, სანამ საბოლოოდ არ დამთავრდება
საბრძოლო მოქმედება და არ მივიღეთ ბრძანებას ადგილის დატოვების, იქ უნდა იყოს ის პერსონალი, მით უმეტეს სამედიცინო პერსონალს არანაირი უფლება არ აქვს საგანგებო ვითარების დროს და ომი მოგეხსენება თქვენ ჩემზე კარგად, რომ ყველაზე საგანგებო ვითარება ქვეყანაში. ექიმს არ აქვს უფლება დატოვოს თავისი ადგილი, იმიტომ რომ ნებისმიერ მომენტში შეიძლება მოიყვანონ დაზარალებული, ეს იქნება სამხედრო თუ ეს იქნება სამოქალაქო. ბატონოშა, თქვენ ვინაიდან თქვენი ზემდგომი იყო ბატონი ზაზა გოგავა ამ დროს. მან რომ გითხრათ, რომ არ დაეხმარო გორის ჰოსპიტალს, რაც იყო თქვენი შეთავაზება, ხო? იქ თქვენ როგორც ეს ნებისმიერი ღირსეული სამხედროს ვალია უსიტყვოდ დაემორჩილეთ, თუ იქ მოხდა რაღაც დისკუსია თქვენ შორის? იცით რა არის, საერთოდ უფროსი რანგის ოფიცრებს შეკამათება ნაკლებად აქვთ, იქ არის დისკუსია ხოლმე რაღაც. დიახ, იყო ასეთი დისკუსია? არა, აზრი არ ქონდა. აზრი არ ქონდა. და ბოლოს თქვენ ხშირად ახსენეთ, რომ 7 აგვისტოს გამთენიისას რომ ჩატარდა თათბირი, სად ჩატარდა ეს თათბირი ტერიტორიულად? თბილისში, ახალ სამინისტროში. თავდაცვის სამინისტრო უზნაძის ქუჩაზე. რომელიც აგრეთვე მე ვთვლი, რომ დიდი ბოდიში ეს ჩემი ხედვა არ არის, მარტო ჩემი ხედვა არ არის. თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის გადმოტანა იმ დროს პრაქტიკულად დაუსახლებელი ამ ვაკე საბურთალოს გზიდან მჭიდროდ დასახლებულ ლეხანოვზე იყო დანაშაული. ესე იგი ტერიტორიულად უზნაძის ქუჩაზე 7 აგვისტოს გამთენიისას თათბირზე ვანო მერაბიშვილს, ანუ პოლიციას, დავით კეზერაშვილმა, ანუ თავდაცვის მინისტრმა გადაულოცა ქართული ჯარი სამართავად. არა, მთლად ასე არ იყო, იცით? აი როგორ იყო, ეს ძალიან მნიშვნელოვანია და აგვიხსენეთ. მომენტია, რომ ჩემს რაღაც სუბიექტურ ვერსიას ვიტყვი, რომ ისინი მოვიდნენ სააკაშვილისგან სააკაშვილის თათბირიდან. ეთყობა შედგა პრეზიდენტის რა გაფიქრებინებთ ამას? ითქვა იქ რომ აი მიშასთან ვიყავით. ეს კატეგორიული მოთხოვნა რომ პოლიცია შევა და აიღებს ცხინვალს ეს იყო რაღაცნაირი მოთხოვნა რომელსაც ვერანაირი არგუმენტი ვერ ფარავდა. ანუ მათ ეს ბრძანება ჰქონდათ მიღებული საიდანღაც და ამ ბრძანებას ასრულებდნენ. ეს აღქმა გაჩნდა სათათბირო ოთახში. ეს აღქმა მარტო თქვენ გაგიჩნდათ თუ სხვა სამხედროებსაც ვინც თქვენს გვერდით? ნუ ვისაც ველაპარაკე. თქვენ უშუალოდ მაგიდის გარშემო ბრძანდებოდით თუ არა იცით მას მერე რაც სტუმრები შემოვიდნენ სამხედროებს თითქმის ადგილი არ დარჩათ და სამხედროები რაღაცნაირად კედლებზე ვიყავით. ატუზულები ზოგიერთ მომოახერხა ორ-ორი კაცი იჯდა ერთ სკამზე. გასაგებია. აი ამ დროს თქვენ თქვით რომ არა მთლად ასე არ იყო რომ გადაულოცა. ანუ თქვენ ამბობთ რომ ორივეს დავალება ქონდათ მიღებული და სხვა გზა არ ქონდათ რომ ეს ასე გაიგეთებინათ? ესეთი მომენტია საკმაოდ არასახარბიელო რომ იმის ბრძანება რომ არ იმოქმედოთ თქვენი გეგმით არ ყოფილა. არ ვიცი რა თქმა უნდა თქვენი გეგმით არ იმოქმედოთ. იმოქმედეთ თქვენი გეგმით, მაგრამ ჩვენი გეგმა რო შესრულებულიყო, იქ აი ასეთი უშნო ჩარევა არ შეიძლებოდა. ამ უშნო ჩარევამ გამოიწვია გეგმის დაშლა. იმიტომ რომ ის დანაყოფი რომელიც უნდა ჩანაცვლებოდა ბრძოლაში მყოფ ბავშვად მესამე ბრიგადას, რომელსაც ის თავის ამოცანას შეასრულებდა და გადალახავდა ჯავის დაბრკოლებას, მივიდოდა როკის გვირაბთან, იქ შეასრულებდა თავის ამოცანას. ვიღაცას ხო უნდა ჩაენაცვლებინა ეს, მესამე თუ მეოთხე ბრიგადა შესაბამისად, ხო? გეგმის მიხედვით რაც იყო გაწერილი, ის დანაყოფი შევიდა ცხინვალში. ანუ ისიც პირველი რაცაც აუცილებლად ექნებოდა მებრძოლი დაიღლებოდა, გამოიფიტებოდა, ხო, ენერგიას დაკარგავდა. მეორე რაც რასაკრული ომში ხდება, მიიღებდა ცოცხალი ძალის დანაკარგს. ის დაღუპული იქნებოდა თუ დაჭრილი, მაგას პრინციპული სანიტარული დანაკარგია, რომელიც ასუსტებს საბრძოლო დანაყოფს.
ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ გეგმა დაიშალა. ბატონო ლაშა, ნახეთ, ერთ მაგალითს გეტყვით და თქვენი უბრალოდ პირადი აღქმა მჭირდება და შემდეგ წევრებს თქო კითხვები დასვან. სამოქალაქო ცხოვრებაშიც კი როცა ადამიანი რაღაცა საქმეს აკეთებ, ვიღაცებთან ერთად შრომობ, არ აქვს მნიშვნელობა რა სფეროს ემსახურები. ეს შეიძლება იყოს კერძო კომპანიაში, ეს შეიძლება იყოს რაღაცა მეგობრული წამოწყება, ეს შეიძლება იყოს შენი თანამებრძოლი. სამოქალაქო ცხოვრებაში ვამბობ, ნებისმიერ სფეროში შეიძლება დადგეს მომენტი, რომ გაიფიქრო, რომ აი სხვანაირად წარმომედგინა და მე მგონი გავიწირე და არ დავფასდი და ხდება ადამიანის ცხოვრებაში ასეთი რაღაცები ხანდახან. ყველას შეიძლება ეს შემთხვეს. თქვენ კიდევ უფრო ასე ვიტყვი, მე ასე ვფიქრობ და იმიტომ კიდევ უფრო აღმატებულ ადამიანებს ვიდრე ჩვენ ვართ, ანუ სამხედროებს, ოფიცრებს, ვინ ჩვენს ქვეყანას იცავს. დაგრჩათ თუ არა განცდა 7 ოქტომბრის თათბირის მერე, რომ იქ ქართველი ჯარისკაცი გაიწირა. თუ ეს იმ მომენტში ასე ვერ იფიქრეთ, მაგრამ მხოლოდ გაოცებულები დარჩით. იცით რა იყო საინტერესო. იმ მომენტისთვის ძალიან ცოტა ვიყავით, აი აფხაზეთის ომის გამოსვლების მქონე ოფიცრები, ну დევი იყო ჯანკვეტაძე, მე ვიყავი და შეიძლება კიდე ვინ თუ მგონი შეიძლება არც არავინ აღარ იყო. თათბირი რო დასრულდა, აი რაც თქვენ კითხვა დასვით. მოვიდა ჩემთან სახმელეთო ჯარების სარდალი. ну როგორც ვეტერანთან და გამოსილოდა მე თემ კითხა რა სიტყვიო. და მე ვუპასუხე ძალიან ძნელია მეთქი 3 წაგებული ომის ვეტერანობა. ის რაც ცოტა დაიბნა და 92 წლის ცხინვალიო, 92-13 წლის აფხაზეთიო და მესამე რომელიო. მე ვთხარი 2008 წლის ცხინვალი მეთქი. ის რაღაც გაბრაზდა მართალია, მაგრამ მე როდესაც გოგავამ დანიშნა თათბირი დიღომში, მაშინ არ იყო ამდენი ნაგებობა და 2 ბელუქს შორის გორაკი იყო, იქ თათბირი ჩაგვიტარდა, რატო არ ვიცი, იქვე იყო გენშტაბი, იქ ჩატარებული იყო. იქ მოვიდა და მითხრა რას ნიშნავს გამოცდილებაო. იმ თათბირზე უკვე ცნობილი იყო რადგან არა სამხედრო გეგმით დაიწყო მოქმედება, ვინაიდან რაღაც მიმართულება ჩაბარდა არა სამხედროებს მართვაში, იქ გასაგები იყო რომ ომი უნდა წაგებულიყო. საბრძოლო მოქმედება მოწმობთ შემთხვევაში. მე პირადად ვერ დაგემშვიდობებით ისე, რომ არ გავაკეთო რეპლიკა იმაზე, რაც თქვენ ბრძანეთ ჩავიწერე მგონი და თქვენ ბრძანეთ ასეთი რამ. ჯერ კიდევ 90-იან წლებში შემუშავდა გეგმაო ცხინვალის გათავისუფლების. ასე ბრძანეთ. აფხაზეთისაც და იმედია ეს გეგმა კვლავ არსებობს, ვინაიდან ცხინვალი დღესაც გასათავისუფლებელი გვაქვსო. მე როგორც არასამხედრო პირი, პოლიტიკაში მყოფი პირი, ხო პოლიტიკოს არ ვიტყვი, ყველას უყვარს თქვას პოლიტიკოსი ვარ, მაგრამ ეს ძალიან ხმამაღალი ნათქვამია, ესე როგორც სამხედრო პირმა მარტივად არ უნდა თქვას გენერალი ვარ, რომ პოლიტიკოსობას ბევრი შრომა და მიღწევა ჭირდება. პოლიტიკაში ჩართულმა პირმა შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ არ გვაქვს გეგმაში, რომ ეს სამხედრო გეგმა პოლიტიკოსებმა მოვიყვანოთ სისრულეში, ღმერთმა დაგვიფაროს, რომ ეს დაგჭირდეს ჩვენი ხელისუფლების პირობებში. ეს გეგმა სადღაც იქ სადაც თქვენ მუშაობთ, სამხედროები უნდა არსებობდეს, ამას ემსახურება თავდაცვა, ხო? მაგრამ როგორც პოლიტიკური ნება ამ გეგმის განხორციელების ჩვენ არ გვაქვს და არ გვექნება. ეს არის სწორედ ის მიდგომა, რომ ჩვენ არ გვინდა ჯარი იქცეს პოლიტიკოსების ხელში მსხვერპლად, იმიტომ რომ რასაც თქვენ ყვებით, ეს არის რეალურად პოლიტიკური გადაწყვეტილება 7 აგვისტოსი და როგორც ჩანს 2007 წლიდან მინიმუმ მოყოლებული ეს გადაწყვეტილება სადღაც იხარჯებოდა და წინასწარ წაგებულ ომში არასწორი საბრძოლო მოქმედებებისა და გეგმის ფარგლებში
ჯარის და ოფიცრის შეყვანა იმ ომში, რომელსაც დიდი აზრი არ აქვს, თუნდაც იმიტომ, რომ სამხედრო გეგმას არ მიყვები და თურმე ვანო მერაბიშვილმა უნდა აწარმოოს ომი. ამიტომ ჩვენ ეს გეგმა ალბათ არსებობს და თავდაცვის სამინისტრო და შტაბი იმისთვის არის, რომ გეგმა არსებობდეს, თუმცა ამ გეგმას იმედი მაქვს ევაკუაციის გეგმაც ახლავს თან და მას ჩვენ მკითხავთ დღეს თქვენ შემდეგ მომსვლელ სტუმრებს ქონდათ თუ არა მოსახლეობის ევაკუაციის გეგმა. მაგრამ პოლიტიკოსების ვალია რომ ცუდ უბრალოდ სამხედროები არ ჩართონ იმ პროცესებში, რაც მოიტანს დიდ დანაკარგს და შემდეგ ჩვენ ნახეთ ქართველი ჯარის და ჯარისკაცების თავგანწირვა, იმიტომ რომ ასე არიან ისინი აღზრდილები. როდესაც აღარ იყო ბოდისვიტყვი, ეს არის სამხედრო ტერმინი, მაგრამ აღარ იყო პატრონი სამხედროებმა ყველამ საკუთარი სამშობლოს ანუ უფლის წინაშე შეასრულა ის მოვალეობა, რაც იყო მისი მოვალეობა. ჩვენ გუშინ ბევრი ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ გაწირეს და ჩატოვეს მოსახლეობა სამოქალაქო იქ, იცოდნენ რა ბევრად ადრე, მინიმუმ 4 აგვისტოს. ბატონმა გრიგოლ ვაშაძემ თქვა ივლისის ბოლოსაცო, მაგრამ აგერ ვიგებთ, რომ თურმე 2007 წლის ნოემბრიდან, 2008 წლის თებერვლიდან უკვე ცნობილი იყო, რომ რაღაცა შეიძლება მოხდეს და სამოქალაქო მოსახლეობა მაინც იქ ჩატოვეს და ჩაახოცინეს, დატოვეს რუსეთთან პირისპირ. კარგი, ბოდიში ამ ჩემი შეფასებებისთვის, მაგრამ ეს განაპირობებს კითხვებს შემდეგ მომდევნო სტუმრებთან, ხვალინდელ სხდომაზე, ასევე ჩვენ ომის თემაზე მუშაობას ვაგრძელებთ. კარგი ის არის, რომ ქართული ოცნების ხელისუფლება ჰაგის სისხლის სამართლის სასამართლოში, სადაც ვერავინ ვერ სჯის კოლექტიურად ჯარს, ეს არ არის იმ სასამართლოს ფუნქცია. ვერავინ ვერ სჯის კოლექტიურად მთავრობას ან პარლამენტს. ჰაგაში სისხლის სამართლის სასამართლოს ერთადერთი უფლებამოსილებაა პირის ინდივიდუალური სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის გამოკვლევა და იქ იყო რისკი ისე ჰქონდათ ცუდად ნაწარმოების საქმე, რომ რიგითი ოფიცრის, რიგითი ჯარისკაცის და თუნდაც სამხედრო თანამდებობის პირის მქონე პირის სისხლის სამართლებრივი ინდივიდუალური პასუხისმგებლობა დამდგარიყო, როდესაც თქვენი მონათხრობიდანაც კი დასტურდება, რომ რეალურად 2008 წლის აგვისტოს ომში თუ ვინმე იყო მართალი, ეს იყო ქართველი ჯარისკაცი. ჩვენ ეს ღირსება დავიცავით ჰაგაში. ასე მადლობა თქვენ სამშობლოს მსახურებისთვის. ჩვენ დავიცავით ასევე სტრასბურგში რუსეთის წინააღმდეგ სახელმწიფო, იქ უკვე ინდივიდუალური პასუხისმგებლობა არ განიხილება, სადაც დღესაც შეიძლება გაგიკვირდეს ადამიანს, როგორ შევაგროვეთ წლების შემდეგ არარსებული მტკიცებულებები, ხანსად ვეძებდით, ხანსად, ეს გააკეთა ქართული ოცნების პოლიტიკურმა ხელისუფლებამ. ეს მოყვა იმ ყველაფერს ბოდიში, რომ ბევრი დრო დაგაკარგინეთ. თქვენ რომ ბრძანეთ, რომ იმედიაო ეს გეგმაო არსებობს, იმიტომ რომ ცხინვალი გასათავისუფლებელია. გეგმა უნდა არსებობდეს, მაგრამ უნდა გყავდეს ქვეყანას ისეთი ხელისუფლება, რომელიც ამ გეგმას არ დაისაჭიროებს, სამხედრო გეგმას. თქვენ თუ კიდევ რამის თქმა გნებავთ, თუ არა და წევრებს აქვს ძალიან ბევრი შეკითხვა თქვენ. თქვენს ნათქვამზე რასაკვირველია, იცით, იმიტომ გაიყო ჯარი და პოლიტიკოსები ცალ-ცალკე. შეიძლება პოლიტიკოსი იყოს ყოფილი ჯარისკაცი, მაგრამ ის სხვა განზომილებაში გადადის. იმისთვის, რომ რაღაც უამრავი საკითხი, რომელიც პოლიტიკურად უნდა გადაწყდეს, არ წყდებოდეს ჯარის დახმარებით. მაგრამ ჯარს ყოველთვის უნდა ჰქონდეს ის გეგმები, როდესაც არ შეისმენს მოწინააღმდეგე მხარე ქვეყნის პოლიტიკოსების საუბარს,
იქ იმოქმედოს უკვე ჯარმა. ჯარი ამისთვის ჯარი ამისთვის არსებობს. კი ბატონო და ჭკვიანი ხელისუფლება ან მეტნაკლებად ჭკვიანი სასურველია. ჭკვიანი ხელისუფლება ჯარს გამოიყენებს ძირითადში აღლომებზე, მაგრამ უნდა ყავდეს ძალიან ძლიერი ჯარი, რომ ამ ჯარს კონდეს საშუალება მხოლოდ აღლომებზე გამოსვლას. კი და სწორედ ამას უსურვებთ ჩვენ ჯარს, რომ მხოლოდ აღლომებზე ვიხილოთ ისინი. ბატონი ალექსანდრე ტაბატაძე, ასევე ბატონი თენგიზ შარმანაშვილი, ბატონი სოზარ სუბარი, ბატონი ილია ინჯია, ბატონი გურამ მაჭარაშვილი და ბატონი პაატა სალია. კიდევ ერთხელ მოგესალმებით ბატონო ლაშა. მე შევეცდები რომ ძალიან მოკლედ თქვა ჩემი კითხვები და ჩემი დამოკიდებულებაც ის რაც დღეს თქვენგან მოვისმინეთ. შეიძლება თითოეული ჩვენთაგანისთვის ეს ცნობილი იყო და მეტნაკლებად ვინც არის ძალოვან სტრუქტურებში ჩახედული ის მათთვის ცნობილი იყოს, მაგრამ საზოგადოებისთვის ალბათ ეს არის შოკის მომგვრელი და მე ამიტომაც გთხოვეთ, რომ მაქსიმალური დეტალებისთვის აგვერიდებინა თავი, იმიტომ რომ ეს მაინც ასე თუ ისე მოქმედებს დღევანდელ იმ ძალოვან უწყებებზე და სტრუქტურებზე, რომლებიც ღირსეულად იქცეოდნენ მაშინაც და ღირსეულად იქცევიან დღესაც. თქვენი ამ საუბრიდან გამომდინარე, თავიდანვე რომ დავიწყოთ, მე და ალბათ საზოგადოებამ ნახა, როგორ დაიწყეს მათ მიზანმიმართულად დემორალიზება საქართველოს შეიარაღებულ ჯარებში. რომ დაუბრუნდეთ თქვენ ნაწილის თხრობის პირველ ნაწილს, როდესაც ვეტერანებს, გამოცდილ მებრძოლებს, პროფესიონალებს ერთ დღეში 2500 ოფიცერს ანთავისუფლებთ. თქვენ წარმოგიდგენიათ ამ დროს რა ხდება შეიარაღებულ ძალებში და ნებისმიერ ძალოვან უწყებაში და შემადგენლობაში, როდესაც ისინი უყურებენ, რომ წლების განმავლობაში ადამიანები, რომლებიც ემსახურებოდიან თავის სამშობლოს, რომლებსაც აქვთ მიღებული ჯილდოებიც, რომლებიც არიან დაჭრილებიც, რომლებსაც ბრძოლის ველზე დაუბტოვებია თავისი თანამებრძოლი, ის ერთ დღეს წვიტავს თავის სამშობლოს დაცვისათვის სამსახურს. ეს კიდევ დაიწყო მაშინ, ვერ მოასწრო ერთმა მინისტრმა ბარამიძემ, მაგრამ გააგრძელა ოქროაშვილმა. ეს ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო. ეს პირველი საკითხი. მეორე საკითხი, მე თათბირის საკითხს დაუბრუნდები და როგორ წარმოუდგენია სერიოზულად მოფიქრალს თავის ქვეყანაზე, ადამიანებს, რომელიც თავის ქვეყანაზე ფიქრობს და ჩინოვნიკს, რომლებიც სამხელა უწყებებს მართავენ, რომ ამ შეკრებაზე სადაც თვეების განმავლობაში თავდაცვის უწყება შეიარაღებულ ძალებს ნაფიქრი აქვს, ერთ შეხვედრაზე წვიტავენ ომი, ვინ უნდა დაიწყოს ამ შემთხვევაში გაურკვეველია თავდაცვის სამინისტროს არის თავისი გეგმა და საათების წინ წყდება ის ამბავი, რომ თურმე ეს ასე არ უნდა მოხდეს და თურმე უნდა შეიცვალოს გეგმა. ამ გეგმას ჭირდება დამუშავება თვეების განმავლობაში, გაწერა და ეს არის მთელი სტრატეგიას და მთელი ტაქტიკას და მთელი თავდაცვის უწყებისა და საბრძოლო დანაყოფების ამოცანაც და მიზანიც და საქმიანობაც ეს არის. და ამ დროს ეუბნები შენ ადამიანებს, რომლებიც უკვე მზად არიან, იცი რა, შენ ასე კი არ უნდა გააკეთო, თურმე უნდა აწარმოოს ეს მეორე დანაყოფა. ეს მეორე ნაწილი იმ დემორალიზაციის, ხო? აი ასე წვიტავდნენ ეს ხელისუფალი ქვეყნის ბედს. და ჩვენ გვიკვირს ახლა რომ საკუთარი ჯარი გაწირეს და ჩვენ გვიკვირს რომ ისინი მოსახლეობაზე ზრუნავდნენ. დაისვა საერთოდ იმ თათვიზე საკითხი, რას უშვებით ჩვენ მოსახლეობას იმ შემთხვევაში, როდესაც უკვე ვიწყებთ ჩვენ მოქმედებებს. ამ დროს რას უშვებით ჩვენი მოსახლეობას, რომელიც იქ ყავს. შენ თითქმის გადიხარ როკვის გვირაბამდე. რას უშვებით ამ მოსახლეობას? ცით რა არის, სანამ ჩვენ დავიწყებდით საბრძოლო მოქმედებებს, მანამდე უნდა დაგვეწყოთ საბრძოლო მოქმედებათა თეატრიდან მოსახლეობის გაყვანა, ევაკუაცია. რაც შეეხება გეგმას, ჩვენ მაპატიეთ რაღაც, ჩვენ არ ვაქცევთ ყურადღებას იმას, რომ თათბირზე არ მოვიდა უმაღლესი მთავარსარდალი. არა, მაგის მე მქონდა შემდგომ მე
ჩვენ ამას არ ვაქცევთ ყურადღებას, იმიტომ რომ მთელი პასუხისმგებლობა საბრძოლო მოქმედების დაწყების, მოსახლეობის ევაკუაციის, მოსახლეობის დატოვების, ნებისმიერი ჯარისკაცის დაჭრის და მით უმეტეს სამოქალაქო პირის დაჭრის ეს მთლიანად პასუხისმგებლობა ედება უმაღლეს მთავარსარდალს. რა თქმა უნდა. აქვე როდესაც უკვე გადაწყვეტილია და განსაზღვრულია გარკვეული დრო სამხედროებისათვის, თქვენ წარმოიდგინეთ. და შენ მე ამას აკეთებ შენი პოლიტიკური მიზნებიდან და შენი პიარის გულისთვის და შენი საომავლო არ ვიცი შემდგომ პოლიტიკური ქულებისთვის 5 საათით აყოვნებ შენ ღონისძიების დაწყებას. იმის გულისთვის რომ შენ ტრიბუნა ჩამოგივიდეს და იქ მერე გააჟღერო შენი პოლიტიკური რაღაცა ჩანაფიქრები. 5 საათით აყოვნებ. რას ფიქრობს ამ დროს ის შემსრულებელი, ხო? თავიდანვე, თავშივე შენ უკლავ ყველანაირ სურვილს. იმის მაგივრად, რაც თქვენ ბრძანეთ, რომ უმაღლესი მთავარსარდალი იქ უნდა ყოფილიყო და იქ უნდა ენახა ყველას, რომ შენ უმაღლესი მთავარსარდალი ყავს შენს გვერდზე, რომელიც უნდა იყოს ლიდერი და რომელიც უნდა იყოს ღირსეული და რომელიც უნდა იყოს მისაბაძი, რომელიც უნდა აძლევდეს სწორედ ამ მუხტს იმ ჯარისკაცებსაც და იმ შემსრულებლებსაც, ვინც იყო. ამ დროს იქ არ არის. უფრო მეტიც, სწორედ იმ პერიოდში, როდესაც უკვე საბრძოლო მოქმედებები იყო, ჯარმა დაინახა, როგორ ფორცხავდა მათი უმაღლესი მთავარსარდალი. ესეც მესამე თუ მეოთხე შემთხვევა იმ დემორალიზაციისა. აი ეს იყო რეალურად. და დაჭრილების შესახებ მინდა გითხოთ, საბოლოო ჯამში რამდენი დაჭრილი მიიღეთ თქვენ ამ 2 დღის განმავლობაში? 3 დღის განმავლობაში ჩვენ დაჭრილები მივიღეთ ბევრი, ეს იყო რაღაც 500 ადამიანამდე, მაგრამ საოპერაციო იყო 311 ადამიანი და საველე ჰოსპიტალში გაკეთდა 311 ადამიანი. აი რა პერიოდში? ოპერაცია. ბატონო, რა პერიოდში? 8 აგვისტოს პირველ საათსა და 25 წუთზე შემოვიდა პირველი დაჭრილი, როგორც მახსოვს, და დაჭრილების მიღება მორჩით 10 აგვისტოს 7-ში მივიღეთ პირველი დაჭრილი. 7-ში მივიღეთ მაშინვე მივიღეთ პირველი დაჭრილი და მაგრამ ეს არ იყო საბრძოლო მოქმედებასთან დაკავშირებული. შემთხვევითი მომენტი იყო და 9-ში მივიღეთ ბოლო დაჭრილი. ეს იყო რაღაც 19 საათი და 30 წუთი დაახლოებით. კარგით, მადლობა და მე ვისაგებლებ შემთხვევით და კიდევ იმ დროს, ვინც იყო თავდაცვის ძალებში, მათ კიდევ მადლობა მინდა გადაუხადო მათი პროფესიონალიზმისთვის, მიუხედავად პოლიტიკურმა თანამდებობის პირებმა და ლიდერებმა აურიეს მათ თავის დაწყობილი გეგმები, ისინი რო არ ყოფილიყვნენ მსხვერპლი, ალბათ გაცილებით მეტი იქნებოდა და მათ ხარჯზე მოხდა კიდე ის, რასაც თქვენ ბრძანებთ, რომ ზოგჯერ სულ მათ ჭკუაზე და მათი სურვილის მიხედვით კიდე კაი არ მოქმედებდნენ, თორე გაცილებით მეტი მსხვერპლი ექნებოდა ქართულ ჯარს. მადლობა იმ დროს მონაწილე ყველა ჯარისკაცს. მე მინდა პირველ რიგში მოგესალმოთ და მივესალმო ყველა იმ ომის ვეტერანს, რომლებიც საქართველოსთვის სისხლი დაღვარეს და შრომა და ოფლი გაწიეს. ახლა ჩემთვის თავარი არის როკის გვირაბი. თქვენი მონათხრობიდან, იმიტომ რომ როგორც მე თუ სწორად გავიგე, მინდა რომ მოსახლეობამ სწორად აღიქვას. თავარი ამოცანა იყო ცხინვალისში არ შევსულიყავით სამხედროების, რაც შეიძლება სწრაფად მიგვექცია როკის გვირაბამდე. ალბათ მე წყობრიდანაც გამოიყვანდნენ როკის გვირაბს, თუ იქ ტექნიკა არ გადაადგილებულიყო და მხოლოდ ამის შემდეგ ცხინვალში დარჩენილ სეპარატისტებს აღარ ექნებოდათ სხვა შესაძლებლობა, როდესაც დაკარგავდნენ იმედს, რომ ვინმე დამხმალეს საიდანმე მოუვიდოდათ, მოლაპარაკება დაწყებულიყო, რომ დაეყარათ იარაღი და ესე იგი შეეწყვიტა წინააღმდეგობა და უმსხვერპლოდ დაემთავრებინათ ეს კონფლიქტი.
ეს სამხედრო სწორად გამართული გეგმა, იმიტომ რომ დიდი სამხედრო განათლება არ გინდა, როდესაც გააქვს ეს გვირაბი, საიდანაც შეიძლება შემოვიდეს მოწინააღმდეგე. ამას თავს ანებებდა მიტინგის ჩატარების საკითხები ჩამოგვაქვს ცხინვალთან სიახლოვეში და უცებ ცვლი გეგმას. ამას სათავე დაუდო რომელიღაცა თათბირიდან მოსულმა ჯანაშვილმაც, ხო? ანუ ჯანაშვილმა გაახმოვანა პირველად რომ ეს თავარი გეგმა, რომ თავარია მივახციოთ როკის გვირაბამდე, შეიცვალა და რაღაცა სხვა პოლიტიკური გეგმა არის. და შევიდეთ ცხინვალში და ეს ხარდება იმით, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო, რომ ჟურნალისტები და ისინი მოგვაშველეთ სასწრაფოდ, ისე არ დავიწყოთ საბრძოლო მოქმედებები. ეს აი ასე იყო, სწორად აღვქვი, ახლა მე თქვენი მონახულება. იმიტომ რომ მინდა მოსახლეობამ იცოდეს, რომ ის შემოჭრა ჩრდილოეთიდან მოხდა იმის გამო, რომ როკის გვირაბთან სამხედროებმა თავისი ამოცანა ვერ შეასრულეს კი არა, არ შეასრულებინეს სამხედროებს თავისი ამოცანა. ანუ კარები ღია დატოვეს, ესე იგი შემოჭრიცა. და ეს ხდება როგორ? ჯანაშვილი აცხადებს, რომ ეხლა მთავარი მიმართულება ის კი არ არის, მთავარი მიმართულებიდან ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ცხინვალია. რაც უმსხვერპლოდ უნდა დამთავრებულიყო, როგორც თქვენ ამბობდით, ანუ ფარხმანი დაეყარა და ესე იგი უმსხვერპლოდ დამთავრდებოდა ცხინვალში ეს უმსხვერპლოდ ვერ დამთავრდებოდა ბატონო თენგიზ, მაგრამ იქნებოდა მინიმალური მიზერული მსხვერპლი. ხო არა, საბოლოო ჯამში ახლა რუსეთთან რითი დამთავრდებოდა ეს მეორე მხარეა და ამაზე არ ვსჯელობ, მაგრამ იმ კონკრეტულ მომენტში მსხვერპლი გაცილებით გაზერდა იმის გამო, რომ როკის გვირაბი ვერ გადაიკეტა ამ უაზრო ჩარევის გამო და საიდანაც შემოვიდა დიდი რაოდენობით ტექნიკა და ესე იგი 58 არმია, დიახ. დიახ, სწორად აღვიქვი ეს ყველაფერი. დიახ. ალბათ, მინდა რომ მოსახლეობამაც ეს ზუსტად იცოდეს და იმიტომ ვკითხეთ. დიდი მადლობა ბატონო ლაშა. ძალიან მძიმე მოსასმენია ეს ყველაფერი. პირველ რიგში მინდა მადლობა უთხრა თითოეულ ჯარისკაცს, ოფიცერს, გენერალს, ვინც სამშობლოსთვის თავდადებით იბრძოდა და ვინც დღესაც მზად არის იგივე გააკეთოს და მადლობა გარდაცვლილთა სულებს დიდება მათ, ვინც სამშობლოსთვის თავი დადო. ძალიან მძიმე მოსასმენია ეს ყველაფერი და მაინც რატომ ვისმენთ ამას? რატომ არის ძალიან მნიშვნელოვანი ამის მოსმენა? ზოგჯერ ვფიქრობთ, ხო არ გავდივართ იმ ზღვარზე, რომელიც რაღაც სახელმწიფო საიდუმლოების, სამხედრო საიდუმლოების ზღვარია, მაგრამ ეს აუცილებლად უნდა იცოდეს თითოეულმა მოქალაქემ, იმიტომ რომ იმ შვილმკვდარმა დედამაც, რომელიც შვილი შეეწირა სამშობლოსთვის ამზაურს, უნდა იცოდეს ვისი შეცდომები, ვისი დანაშაულებრივი გადაწყვეტილებები და დანაშაულებრივი ბრძანებები დგას იმ ტრაგედიების უკან. ჩვენმა მოსახლეობამ უნდა იცოდეს რატომ მოხდა მშვიდობიანი მოსახლეობის, ამდენი მშვიდობიანი მოსახლეობის გარდაცვალება, მაშინ როცა შესაძლებელი იყო ამ ადამიანების ბევრად ადრე გამოყვანა კონფლიქტის ზონიდან. ნუ მაშინ ჯერ სავარაუდო ზონიდან, ომის სავარაუდო ზონიდან, იმიტომ რომ ომი არ იყო დაწყებული. გუშინ ჩვენ მოვისმინეთ ამაზე პასუხი ბატონი გრიგოლ ვაშაძისგან, რომელმაც თქვა, რომ არ გამოიყვანეთ, იმიტომ რომ მაშინ გაიგებდნენ, რომ რაღაცას ვაპირებდით ან რაღაცა ხდებოდა. ანუ მოსახლეობა გაწირეს, ძევლად ჩატოვეს, ქვია ამას, სხვა არაფერი არ ქვია. სხვათა შორის ზუსტად იგივე, რაც მოვისმინეთ ამ 3 წლის წინ, როდესაც კითხეს ზელენსკის, რატომ არ გამოიყვანეთ მოსახლეობა იმ რეგიონებიდან, თუ იცოდით, რომ რუსეთის ჯარი შემოჭრას აპირებდა და ოკუპაციას შეიძლება მოხდარიყო. ნუ გზები იქ სხვა მიზეზი სხვა, გზები გადაიტვირთებოდა და მოკლედ მოსახლეობა გაწირეს დასაბომბად, იმიტომ რომ რაღაცა თავისი ამოცანები და გეგმები ჰქონდათ. დანაშაულებრივი რეჟიმის აი სურათი კიდევ ერთხელ გამოიკვეთა თქვენი მონათხრობიდან და გუშინ იგივე რაც ბატონმა თამაზ ბესტაევმა ილაპარაკა, თქვენ ყვებოდით წეგან, რომ ისე დაიცალა ის ტერიტორია, რომ თქვენ ინფორმაცია არ გქონდათ საველე ჰოსპიტალის ხელმძღვანელს ინფორმაცია, სადაც ჯარისკაცები, დაჭრილი ჯარისკაცები იყვნენ და კურნალობდნენ ჯერ კიდევ ოპერაციებს აკეთებდით ამ დროს, თურმე თქვენსა და მტერს შორის ერთი ჯარისკაციც კი არ იდგა, რომელიც თქვენს პოზიციებს დაიცავდა. ხო სწორად გავიკითხო, ასე იყო.
დიახ. ხო და ეს არის დანაშაული ჩვეულებრივი რომელიც უნდა იცოდეთ ეს მოხდა რეალურად იმ დემორალიზებელი ქმედების გამო რაც შემოიტანეს სამხედრო თათბირზე იმათ ვინც იქ არ უნდა ყოფილიყო ხო ეს არის ზუსტად დანაშაული რაც არის მომხდარი ქვეყნის წინაშე და ამისთვისაც თუნდაც მხოლოდ ეს ერთი პასაჟიც იქნება ამ ჩვენი კომისიის გამართლება რომ ხალხმა იცოდეს რა ხდებოდა როგორ გაიწირა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა როგორ გაიწირნენ ჩვენი გმირი ჯარისკაცები და ოფიცრები არაკომპეტენტური და ძალიან ხშირ შემთხვევაში მოღალატე პოლიტიკური ხელმძღვანელების მხრიდან და ღალატი ქვია როდესაც შემუშავებული სამხედრო გეგმის დაწყება გადავივადდება მხოლოდ იმიტომ რომ თურმე ტრიბუნები და დროშები არის ჩამოსატანი თბილისიდან იმას ცალკე თემა უნდა დაწყებულიყო თუ არა ეს გეგმა როგორი უნდა არსებობდეს შესწომა იყო თუ არა დაწყება მაგრამ თუ გეგმა არსებობს და ამის გადავადება ხდება ჯერ იმიტომ რომ თურმე თავარსარდალი უნდა ჩამოვიდეს და უნდა იზეიმოს გამარჯობა და შემდეგ თურმე გადაწყდება რომ ზეიმი კარგი იქნება არა სადღაც რომელიღაც სოფელში არამედ ცხინვალში და შეცვლილი გეგმა ისა ერთხელ დამტკიცებული გეგმა იცვლება ესე გზა და გზა ამას არ ვიცი ამას ქვია მართლა ღალატი და დიდი მადლობა თქვენი ამ ძალიან საინტერესო ინფორმაციისთვის დიდი მადლობა ბატონ ლაშა თან ძიმე მოსასმენია ყველა ეს ისტორია რომელიც თქვენ გაგვიზიარეთ რაც არ უნდა მომზადებული ყოფილიყავით ამ რეალობის აღსაქმელად ამ დეტალების გარკვევა კიდევ უფრო ამძიმებს როგორც ჩვენთვის ყველა კომისიის წევრისთვის დარწმუნებული ვარ ყველა იმ ადამიანისთვის ვინც თვალყურს ადევნებს ამ პროცესს ძალიან ბევრი კითხვა დამიგროვდა რა თქმა უნდა მაგრამ ძირითადი სურათი ამ ყველაფრის არის შემდეგი რომ ემოციებზე და არაპროფესიონალურ მიდგომებზე იყო ეს ყველაფერი გაწეული. და ძალიან საწყენია ამან შედეგი მოიტანა ის რომ ჩვენი ქვეყნის დიდი ნაწილი ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი დავკარგეთ, რომელსაც ვაკონტროლებდით, რომელშიც თავისუფლად გადაადგილდებოდნენ ჩვენი მოსახლეობა. ძალიან ბევრი სისხლი დაიღوارა და დიდი პატივისცემით მინდა მადლობა გადაუხადო ყველა იმ ოჯახს, ვისი შვილებიც დაიკარგნენ და არ დაბრუნდნენ სახლში. თქვენი მონაყოლიდან ამ თათბირის გარშემო ერთი ესეთი კითხვა დამებადა, თქვენ აღნიშნეთ, რომ ცოცხალი ძალის ნაკლებობა იყო და დახმარება ჭირდებოდა ცოცხალ ძალას, რომ ესა თუ ის ოპერაცია ბოლომდე მისულიყო. და ძალიან უპატრონოდ დარჩნენ რეზერვისტები, რომლებიც მობილიზებული იყვნენ ამ დღეებში. ამ თათბირზე თუ იყო ამ საკითხთან დაკავშირებით ხაზი გასმული, ან ვის ჩაბარდა, ვინა იყო პასუხისმგებლობა მათ პატრონობაზე? რეზერვი იყო ეროვნული გვარდია, მათამეთ სარდალი ყავდათ და ის მოქველებდა გეგმის მიხედვით, მაგრამ მაგასაც მოუწია თავისი გეგმის არა სამხედრო საჭიროებების გამო შეეცვალა. კომისიას შეუძლია დაიბაროს იმ დროს ვინც იყო გვარდიის სარდალის და ის დეტალურად მოგიყვებოდ გვარდიის ანუ რეზერვისტების მოქმედებებს და იმ პრობლემებს რაც მის წინაშე გაჩნდა. დიახ, ჩვენ ახლა ძალიან ბევრ ადამიანს ვიცნობთ, ვინც მაშინ მოხვდა რეზერვში და მათგანაც ვიცით ეს ისტორიები, როგორ უაზროდ დაყავდათ რეზერვისტები ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე, ბოლოს სადღაც მინდორში მოუწიათ შეკრება ღია ადგილზე და არანაირი გეგმის მიხედვით მათი მოქმედება არ იყო და ბოლოს ზოგი თავისი ფეხით დაბრუნდა დედაქალაქში, ზოგი ვიღაცას გაყვა, ზოგი სადღაც წავიდა. ასევე მათი ახლობლები თავისუფლად ჩადიოდნენ, შედიოდნენ და ესე ერთმანეთის იმედად სამხედრო გეგმის ცვლილება ხდება სამხედრო საჭიროების გამო.
მაშინ ყველაფერი მედის მაინც გეგმის მიხედვით. შეიცვალა გეგმა სამხედრო საჭიროებიდან გამომდინარე. მაგრამ როდესაც სამხედრო გეგმა იცვლება არა სამხედრო საჭიროებით, იქ იწყება უკაცრავად ერთადერთი სიტყვა არსებობს ბარდაგი. სხვა იქ არაფერი სიტყვა იმ შესაბამისი არ არსებობს და ეს ყოველთვის გათვლილი არის შესაბამის შედეგზე, რომელიც ჩვენ მივიღეთ. თქვენ აღნიშნეთ, რომ ამ თათბირზე გოგავამ ძირითადი მიმართულების მეთაურად დანიშნა სარდლად, დიახ. სარდლად დანიშნა მამუკა ყურაშვილი. მანამდე რა თანამდებობა ჰქონდა და რა ის ჰქონდა? მამუკა ყურაშვილი იყო სახმელეთო ჯარებში ქართული კონტინგენტის მეთაური. და ეს მისი დანიშნა მოხდა ამ თათბირზე? დიახ. კარგით, რა ვიცი, ნათელია ყველაფერი და გულდასაწყვეტია, რომ ესეთ მდგომარეობაში ჩავარდა ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ჯარისკაცები, რომლებმაც ამდენი სისხლი დაღორეს. მადლობა. მოგესალმებით ბატონ ლაშა. პირველ რიგში მინდა რა თქმა უნდა დავეთანხმო ქალბატონ თიას, რომ ჩვენ გაცხადებულად გვაქვს ეს, რომ რა თქმა უნდა ის ტერიტორიები, სადაც არის რუსეთის ჯარი ამ ჟამად და აფხაზების და აფხაზეთის და ჩვენი ძმების და დების აფხაზების ოსების მიმართ ჩვენ გვაქვს რა თქმა უნდა შვიდობიანი დამოკიდებულება, ყოველთვის გაცხადებულად გვაქვს, რომ შვიდობიანად გვინდა და ასეც ვაპირებთ, რომ მოხდეს გაერთიანება საქართველოსი და ერთად ცხოვრება იქ ქართველების და ოსების და ქართველების და აფხაზების. თუმცა რა თქმა უნდა ამავდროულად თავდაცვის სამინისტრო ყველა ქვეყანაში და სახელმწიფოში არსებობს იმისთვის, რომ საჭიროების და მიხედვით კონდეს ის თავდაცვითი გეგმა და შესაბამისად თქვენ ერთ-ერთი სპეციალისტი ხართ, რომელმაც ეს ძალიან კარგად ახსენეთ. ეხლა მე მინდა კითხვა დავსვა ამ შემთხვევაში უმაღლესი მთავარსარდალ ყოფილი პრეზიდენტ სააკაშვილთან დაკავშირებით. თქვენ იცით, რომ ეს კომისია შექმნილი არის იმისთვის, რომ 2003-2012 წლებში პოლიტიკური რეჟიმი, რასაც თქვენ აცმოძრაობის მმართველობა შეფასდეს. შესაბამისად ეს ნაწილიც ეს პერიოდი, რასაც ქვია აგვისტოს ომი, სადაც თქვენ უშუალო მონაწილე ხართ, ძალიან საინტერესოა ამ კომისიისთვის, ზოგადად საზოგადოებისთვის, რა თქმა უნდა, მაგრამ ამ კომისიისთვის, რომ ეს ფაქტები, რასაც თქვენ ბრძანებთ, ჩვენ ამ შემთხვევაში გამოვიყენოთ იმ შეფასებისთვის, რომელიც უნდა დადოს კომისიამ. ანუ ამით იმის გამომდინარე, რომ ამ შემთხვევაში ჩვენ რა თქმა უნდა კიდევ ერთხელ დიდ მადლობას ვუხდით ჩვენ სამხედროებს, ჯარისკაცებს, მათ ოჯახებს, ამავდროულად ჩვენ გვინდა რომ იმ პოლიტიკური ხელმძღვანელობის გადადგმული ნაბიჯები შევაფასოთ, რომელიც აუცილებლად დასკვნაში აისახება. ეხლა სააკაშვილთან დაკავშირებით რა მინდა გითხოთ, თქვენ რამდენჯერმე ახსენეთ, რომ მოხდა არასწორად თავდაცვის სამინისტროში დაწყებული ჯერ ბარამიძიდან ადამიანების სამხედროების ზოგი ოფიცერი და ზოგი შეიძლება არა ოფიცერი გაშვება, თუმცა ეს მერე გაჩერდა და სამაგიეროდ გაგრძელდა ოქროაშვილის პერიოდში. აი ამ ფაქტს თქვენ როგორ ახსნით? ბარამიძე არ წარმოადგენდა იმ დროს ყოველ შემთხვევაში სააკაშვილის გუნდის წევრს და რადგან მან ვერ თუ არ მოახერხა აი ამ ხალხის გაშვება თავდაცვის სამინისტროდან, ხო არ ჩანს ისე, რომ ოქროაშვილი მიავლინა ამ სამინისტროში, როგორც მისი პირადი წარმომადგენელი, რომელმაც უკვე მოახერხა ის, რომ ცხინვალში და აფხაზეთში მებრძოლი ადამიანები, სამშობლოთვის თავდადებული ადამიანები გაუშვა, ეს ერთი, გააუქმა სამხედრო აკადემია, გააუქმა სამხედრო დაზვერვა, გააუქმა სამხედრო ინსტიტუტები, რომელიც გერმანიიდან და ჩვენი პარტნიორი ქვეყნებიდან იყო ასე თქვა დაფინანსებული და მხარდაჭერილი და კომანდოსი და ამავდროულად როგორც თქვენ აღნიშნეთ თათბირზე სადაც სამხედრო გეგმა იხილებოდა არ ესწრებოდა უმაღლესი მთავარსარდალი მეტიც მან ცალკე ჩაატარა ეს თათბირი როგორც თქვენ აღნიშნეთ როგორც იქ გამოჩნდა საიდანაც გამოაგზავნა თავის წარმომადგენლები ამ ძირითად თათბირზე რაც თვითონ უნდა წაეყვანა და აბსოლუტურად თავდაყირა დააყენა ყველაფერი. ნუ ამავდროულად ის ალბათ ფაქტი გასათვალისწინებელია, რომ საერთოდ კეზერაშვილი არასამხედრო და
თათოდ პოლიციის უფროსი საფინანსო პოლიციის უფროსი დანიშნა თავდაცვის მინისტრად, ალბათ კიდევ უფრო მისი წარმომადგენელი და ბოლოს უკვე ის რომ როგორც თქვენ ასევე აღნიშნეთ, არანაირი შემხებლობა და კავშირი სამხედროებთან არ ჰქონდა. ხომ არ რჩება თქვენ აღქმა სამხედროებში ხო არ იყო ესეთი აღქმა რომ სააკაშვილის არ ჰქონდა ჯარის არც იმედი და მაინც არ უყვარდა მოკლედ ჯართან ურთიერთობა, იმიტომ რომ ეს ყველაფერი რაც თქვენ მოყევით, რაც ნაწილი ჩვენ ვიცოდით და ნაწილი არ ვიცოდით, მეტყველებს ზუსტად ამაზე, რომ უმაღლესი მთავარსარდალის დამოკიდებულება საკუთარი ჯარის მიმართ აი რბილად რომ თქვა, იყო ძალიან ცივი. იმიტომ როგორ შეიძლება თავდაცვის სამინისტროს და მინისტრს მიცე ამის საშუალება, რომ იქ ხალხი გაყაროს, გააუქმოს სამხედრო ინსტიტუტები და ასე შემდეგ. რატომ ვსვავ ახლა ამ კითხვას? იმიტომ რომ გეთანხმებით, რა თქმა უნდა, რომ ქვეყანაში მით უმეტეს სამხედრო ოპერაციები იწყება და უმაღლესი მთავარსარდალი მხოლოდ პოლიტიკურ პროცესს მართავს და ის არ ერევა სამხედრო გეგმის განხილვაში. აქ ჩემ კოლეგას დავეთანხმები, ეს გასაგებია ახლა სააკაშვილის ტრიბუნალ რო უყარდა და ორჯერ ხსნიდა ნებისმიერ დაწესებულებას, მაგრამ ეს მით უმეტეს ისეთი საკითხი იყო, სადაც ალბათ რა თქმა უნდა იქ რომ თავი წარმოეჩინა. ეს გასაგებია, მაგრამ ამ შემთხვევაში თქვენი მხრიდან ეს საინტერესო ფაქტია. მით უფრო, როდესაც ჩვენ აქ ჩაგვერთო ბატონი მიხეილ ქარელი, ყოფილი გუბერნატორი შიდა ქართლიდან, რომელმაც თქვა, რომ ის ესწრებოდა აი ზუსტად იმ პერიოდში, ომამდე პერიოდში თათბირ, სადაც სააკაშვილს უთქვამს, რომ აი ამ სამხედრო ოპერაციების დროს რუსეთს ამერიკა მიხედავს, როგორც ჩანს ეს ქონდა რაღაც ესეთი ინფორმაცია, გუშინ იყო აქ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე და მე მინისტრი ბატონი ვაშაძე, გრიგოლ ვაშაძე, რომელმაც ასევე დაადასტურა, რომ ნამდვილად იცოდნენ, რომ რაღაცა მოქმედებები დაიწყებოდა და აქ არის მნიშვნელოვანი ზუსტად ეს ფაქტი, რომ აი უმაღლესი მთავარსარდლის პრეზიდენტის მაშინდელი დამოკიდებულება საკუთარი ჯარის მიმართ, აი როგორ ამ ფონზე როგორ აღიქმებოდა თქვენი როგორც სამხედრო მოღვაწის და ასევე თქვენი კოლეგების დროს და მოღვაწეობის დროს და თქვენს აი მოცემულობაში როგორ აღიქმებოდა აი ეს ყველაფერი. ბატონო, ჩემო პირველს რასაც მოგახსენებთ. თუ უმაღლეს მთავარსარდალს არ აქვს თავისი ჯარის იმედი, პირველი ეს მისი ბრალია, იმიტომ რომ ჯარი იქმნება ისე, როგორ შეკვეთასაც აძლევს თავის მთავრობას პრეზიდენტი. რა ბრძანებასაც გასცემს, ისე იქნება ყველაფერი. თუ მას იმედი არ ქონდა, მისი ბრალი იყო, რომ ჯარი არ ვარგოდა. თუ არ აქვს შენი ჯარის იმედი, როდესაც ხარ მით უმეტეს უმაღლესი მთავარსარდალი ქვეყნის პრეზიდენტი და არ აქვს შენი ჯარის იმედი, საბრძოლო მოქმედებებში არ უნდა ჩაერთო. უკაცრავად მე განმარტავ, ბოდიშოთ შეიძლება ვერ დავაკონკრეტე, იმედი მე ვიგულისხმე არა იმ თვალსაზრისით, რომ თქვა ქვეყანას დაიცავდნენ. არა, მისი პირადი პოლიტიკური მიზნების შესრულების იმედი არ ქონდა სავარაუდოდ, არც უნდა ქონოდა, მაგრამ ამიტომაც იყო, რაც თქვენ ბრძანეთ, რომ პოლიციას ანაცვლებდა იქ. ჩემო ბატონო, ჯარი არ ერევა მართველი გუნდების პოლიტიკურ ხედვებში. ჯარს ნაკლებად აღელვებს მოცემულ ეტაპზე პრემიერ-მინისტრს როგორი პოლიტიკური პლატფორმა აქვს და როგორი კონცეფცია. ჯარი მუდმივად რჩება ერთადერთი თავისი სამშობლოს ერთგული. მას მერე რაც ადამიანი დაამთავრებს თავის კარიერას სამხედროში, შეიძლება წავიდეს პოლიტიკაში და მერე დაინტერესდეს დანარჩენზე. აქ რასაც თქვენ ბრძანებთ, არის ერთადერთი პასუხი იმისა, რომ სავარაუდოდ ჩვენს უმაღლეს მთავარსარდალს მე როგორც უკვე ჯარიდან წამოსულ ადამიანს შემიძლია ვთქვა, ჰქონდა იმის აუცილებლობა, იმედი თუ მიზანი, რომ მიიღო ის შედეგი, რაც მივიღეთ. მოგესალმებით კიდევ ერთხელ ბატონო ლაშა. ვიდრე კითხვას დაგისვამდეთ, პირველ რიგში პირადად მინდა მადლობა გადაგიხადოთ თქვენი მრავალწლიანი სამხედრო კარიერისთვის, სამშობლოსთვის, თავდადებისთვის, სამსახურისთვის, თქვენი შეტანილი წვლილისთვის სამხედრო თავდაცვის დოქტრინაში, სამედიცინო ნაწილში და ასევე გამოვთქვა კიდევ ერთხელ გულის ტკივილი
წუხილი იმ დაღუპული ჯარისკაცების სამოქალაქო პირების გამო რომელთა სიკვდილი როგორც ხედავ თქვენი მონათხრობიდან დიდწილად სამოქალაქო პირების პოლიტიკოსების არაკომპეტენტური ჩარევის შედეგი იყო. მადლობა თქვენ პირადად, თქვენი სამსახურისთვის. ახლა რაც შეეხება კითხვას. თქვენ ახსენეთ და ეს ნებისმიერი თუნდაც სამხედრო საქმეში ჩაუხედავი პირისთვის, ვინც ოდნავ მაინც იცის საქართველოს გეოგრაფია, ესმის ალბათ რომ უმნიშვნელოვანესი იყო და თქვენ ამაზე ისაუბრეთ, კითხვებიც იყო, უმნიშვნელოვანესი იყო იმ მაგისტრალის ჩაკეტვა, ან როკის გვირაბს გულისხმობ ამ შემთხვევაში, საიდანაც შესაძლებელი იყო დიდძალი სამხედრო ტექნიკის შემოსვლა. გარდა ამისა, თქვენ ახსენეთ, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხიდი, რომელზეც გადაადგილდებოდა რუსეთის სამხედრო დანაყოფები, ასევე იყო მცდელობა დაებომბა, თუმცა შემდგომ საავიაციო ძალებს, ჩვენ საავიაციო ძალებს, თუმცა შემდგომ ეს ასევე არ მოხდა. და ასევე თქვენ ბრძანეთ, რომ მეოთხე ბრიგადის დაგვიანებამ, ანუ მეოთხე ბრიგადამ დააგვიანა მოქმედებების დაწყება. ხომ არ იცით მიზეზი ამ ყველაფრის და ასევე მაინტერესებს რაიმე მომენტში კონკრეტულად ამ საბრძოლო მოქმედებების მიმდინარეობისას ხომ არ იყო მცდელობა ჩვენი მხრიდან, ჩვენი სამხედრო დანაყოფების მხრიდან როგორმე მოეხდინათ როკის გვირაბის ბლოკირება. ანუ იმ მაგისტრალის გადაკეტვა. ბატონო, მეოთხე ბრიგადამ კი არ დააგვიანა, ის დააგვიანეს. აქ პრინციპული ამას გულისხმობ, ვინ რამ გამოიწვია, რომ პრინციპული განსხვავება. ჩვენ საბრძოლო დანაყოფებს არ მისცეს საშუალება შეესრულათ ამოცანები. აქედან გამომდინარე, მცდელობა ჩაკეტო როკის გვირაბი აბსურდული იყო. ჩვენს დანაყოფებს არ მისცეს საშუალება შეეტიათ ჯავის დაცვის ზღუდისთვის. როკის გვირაბთან ვერ მივიდოდით, თუ არ გადავლახავდით ჯავის დაცვის ზღუდეს. ასე რომ საუბარი იმაზე, რომ როკის გვირაბის ჩაკეტვის საშუალება არ მისცეს, დიახ, არ მიეცათ, იმიტომ რომ უხეში ჩარევა სამხედრო მოქმედებათა მართვაში მივიღეთ ის, რომ ჯარმა ვერ შეასრულებინეს. აქ პრინციპული განსხვავებაა. არა იმიტომ, რომ ჩვენი ჯარისკაცები, ოფიცრები იყვნენ სუსტები, არის ოდნავ თავიანთი საქმე ვერ აკეთებდნენ. მათ არ მისცეს საშუალება განახორციელებინათ ის, რაც იყო დაგეგმილი და რაც მათ უნდა გაეკეთებინათ. აქ პრინციპული განსხვავებაა. მაგას სახელიც აქვს. ეს ის ხიდია, რომელიც ერთადერთი გზა არის, რომელიც მოდის ჯავიდან. ის ცხინვალის მიმართულებით. ის უნდა აფეთქებულიყო, ჩვენი ინჟინრები აპირებდნენ ამის გაკეთებას და მათ არ მისცეს მაგის უფლება. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ დავაზუსტებ ბატონი გურამის კითხვა იყო წეგან და საბოლოო ჯამში ამ ორი მინისტრის დროს რამდენი ჯარისკაცი და ესეთ უფრო გამოცდილი მებრძოლი ვეტერანი იქნა გაშვებული თავდაცვის სამინისტროდან. ოქრუაშვილი და მანამდე ბარამიძე და მეორე თქვენ ბრძანეთ, მაგრამ დავამთავრებ კითხვას. თქვენ ბრძანეთ აი თათბირი, სადაც ბრიტანელები ამბობდნენ, რომ ამის გაკეთება არ შეიძლება თუ ამ ადამიანებს არ მოვამზადებთ, ანუ იმ ხალხს, ვინც ნაბრძოლია და ვისაც უშვებთ სამსახურიდან, თუ არ მოვამზადებთ შემდეგი ცხოვრებისთვის. რომელსაც თქვენ თქვით, რომ ესწრებოდა ელენე ხოშტარია, რიაკა ხოშტარიათი მოიხსენეთ თქვენ. ხო, აი სწორი რა დასმული კითხვა, მაგრამ ვინ იყვნენ ეს ბრიტანელები, რატომ იყვნენ რა პოზიცია ეკავათ, თქვა ჩვენს თავდაცვის სამინისტროში მრჩევლები იყვნენ, რაღაც დროებით ჩამოსული მუდმივად იქცახურობდნენ და რა პოზიცია ჰქონდა ამაზე ელენე ხოშტარიას და რამდენად იქნა გათვალისწინებული მათი ხედვები. რაღაცნაირად კითხვით წეგან, მაგრამ ცოტა ისე უკმარისობის გრძნობა დამჭა, ცოტა ვრცლად რო განმარტოთ ეს მომენტი. ეს იყო როგორც მე ვიცი ბრიტანეთის საელჩოს მიერ მოწყობილი, ეს იყო ბრიტანეთის მთავრობის მიერ გამოგზავნილი ხალხი. იმ ამოცანით და იქ იყო კიდე ერთი კითხვა, საკითხი, რომელსაც სვამდნენ ბრიტანელები უკაცრავად და
არ დავამთავრე. ის ბრიტანელი ამბობდა, რომ იმ ხალხს რო გადაამზადებთ, დააწყებინებთ სამოქალაქო სამსახურს, ის ხალხი არ უნდა დაკარგოთ, მათთან არ უნდა დაიკარგოს კავშირი. იმიტომ რომ საჭიროების შემთხვევაში იგულისხმება საბრძოლო მოქმედებები, ის ხალხი უნდა მოიზიდოს, რომ მათ ბევრი გამოცდილება აქვს. ეს იყო ოფიციალურად ბრიტანეთის მთავრობის მიერ გამოგზავნილი ხალხი. უშუალოდ თავდაცვის სამინისტროს, მათი თავდაცვის სამინისტროს თუ რომელიმე სხვა უწყების ამას ვერ მოგახსენებთ, მაგრამ ეს უნდა იყოს აღრიცხული საგარეო საქმეთა სამინისტროშიც და თავდაცვის სამინისტროშიც შედაბრძანებებით. ლაკასთვის უკაცრავად ელენესთვის უბრალოდ მას მერე გავიგე რომ მას ელენე ქვია, თორე თავდაცვის სამინისტროში ვსახურობ ჩვენ ყველა გვეგონა რომ მას ლაკა ქვია. ელენესთვის ეს სრულად მიუღებელი იყო მათი ლაპარაკი და მისთვის იყო როგორც ის ქართულ რეპლიკებში აცხადებდა, რომ ეს ხალხი გასაშვებია. და როდესაც მე ვცადე მასთან საუბარი ამ შეკრების შემდგომ, ის მე საერთოდ არ ჩამოთვალა მე ღირსად, რომ მე მას დავლაპარაკებოდი ამ საკითხზე. უბრალოდ ის იყო, რომ ამ დათბირის შემდეგ მალევე ბარამიძე მოხსნეს და უბრალოდ მან ვერ მოხსნა თუ არ მოხსნა, ამას მე ვერ შევაფასებ, ბატონო ჩემო და ოქროაშვილმა ეს გააკეთა ძალიან მარტივად ერთი ბრძანებით განთავისუფლებული იყო 2000-ზე მეტი ოფიცერი შერეულ ძალებიდან. და ჯამში რამდენი გათავისუფლდა? ერთი ბრძანებით 2000 ჯამში. ვერ მოგახსენებთ ბატონო, ჩემი იმიტომ რომ მეც უკვე აღარ ვიყავ თავის სამინისტროში წავედი და შემდგომ უბრალოდ ჩემი გამოცდილების გამო ეროვნულ გვარდიაში ჯერ კიდე მსახურობდა ხალხი, ვინც გამოიარო 93 წელი. მე გადამეყვანეს ეროვნულ გვარდიაში, გვარდიის სამსახურის უფროსად, საიდანაც მალევე ასევე ვიყავი განთავისუფლებული. დიდი მადლობა. ერთიც მაინტერესებდა ბატონ ლაშა, მე აღარ მინდა იმ პროცესების დეტალებზე ვისაუბრო, მაგრამ ჩვენ ვიცით რომ დასრულების შემდეგ, როდესაც დასრულდა ეს ყველაფერი, ძალიან ბევრი ჩვენი მეომრის ცხედარი იყო დარჩენილი, რომელსაც მე ძალიან დიდი ძალისხმევა დასჭირდა და ჩვენი უწმინდესის მეოხებით იცით რომ შემდგომ მოხდა მათი გადმოყვანა. დაწყება გავიგეთ რომ ეს არაორგანიზებული იყო ყველაფერი და შეუთანხმებელი და არაკოორდინირებული და მივიღეთ ის შედეგი რაც მივიღეთ, მაგრამ რომელ რიცხვში იყო ბრძანება და ვისგან რომ ჯარს უნდა დაეხია უკან და როგორი კოორდინაციით ხდებოდა ეს, ხო არ იცით ამის შესახებ? არა, როდესაც საბრძოლო მოქმედება იწყება ქაოტურად, საბრძოლო მოქმედება მთავრდება ქაოტურად. ბევრი დანაყოფი დაიხია უკან, იმის რომ ბევრმა დანაყოფმა არც იცოდა რომ უკან დახევის ბრძანება. კი ბატონო, ჩემი რომ ბევრმა დაიხია უკან, იმისთვის რომ გადარჩენილი იყო პირადი შემადგენლობა. მე ვიცი რომ მე დავიწყე 10-ში უკან სვლა იმის გამო რომ ჩემს წინ ჩემსა და ცხინვალ ტყვიავსა და ცხინვალ შორის არაფერი სამხედრო დანაყოფი აღარ იყო და ჩემი ხალხის იქ ყოფნა და მე იმ მომენტისთვის 20 დაჭრილი მყავდა რაც აგრეთვე დანაშაულია და არ შეიძლება საველე ჰოსპიტალში დაგროვდეს დიდი რაოდენობით დაჭრილები საველე ჰოსპიტალში დაყოვნება ხდება რამდენიმე საათიდან 2 საათიდან 13 საათამდე, 14 საათამდე ყველაზე ბევრი დაჭრილება. 24 საათი ვერ ჩერდება დაჭრილი საველე ჰოსპიტალში. ეს საშუალება დღევანდელი მედიცინა გვაძლევს საშუალებას ნებისმიერი დაჭრილი დაძრაილება ოპერაციის შემდგომ თუ გაჭრებული არის სიზლდენა მოხდეს მისი ევაკუაცია. მაგრამ ჩემთან იმ მომენტისთვის დაგროვდა 20 დაჭრილი, რაც აგრეთვე რთული იყო. მე როგორც მოგახსენეთ, მე დავუკავშირდი სახმელეთო ჯარების სარდალს და უბრალოდ მე მივხვდი, რომ ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, რომ გარშემო ჯარი აღარ იყო. ასე რომ ვინ როგორ იხევდა უკან, რა ბრძანებებს ღებულობდა, იმ მომენტში უკვე შეუძლებელია. ომის მერე ხო იცით, ყველა ისე იტყუება, რომ მადლობა. ალბათ ვერ გიპასუხეთ ისე ამომწურავად როგორც თქვენ ელოდით, ხო? რა ძანებთ? იქ შეუძლებელია გიპასუხოთ, იცით?
ერთადერთი რაც შემიძლია გითხრათ, რა როდესაც საბრძოლო მოქმედება დაიწყო ქაოტურად, ის ქაოტურად დამთავრდება რასაკვირველია. ბატონო ლაშა, უღმესი მადლობა მობრძანებისთვის. მე დიდი იმედი მაქვს, რომ თუ კომისიის მუშაობის დასრულებამდე ჩვენ დაგვჭირდა კონსულტაცია თქვენთან, თქვენ იქნებით კვლავ თანამშრომლობისთვის მზად. მე მზად ვარ ნებისმიერ და მომენტში. კიდევ ერთხელ მადლობა თქვენ და ჩვენს ოფიცრებს, ვინც მრავალი წელია სამშობლოს სამსახურში ბრძანდება. დროებით გემშვიდობებით, ნახვამდის.